მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარია ბატონი ნუკრი შუშიშვილი. ნუკრი, მოგესალმები, როგორ გიკითხო? მოგესალმებით, მადლობა თავით როგორ ახართ? მიხარია თქვენი არხის წარმატება. იზრდება ხედავ მაგას. დიდი მადლობა. მე კიდე შენი წარმატების მოხარული ვიქნები ყოველთვის და მოკლედ ისეთი თემაზე მინდა ვისაუბრო, რომ მე ვთვლი, რომ შენ ერთ-ერთი კომპეტენტური პირი ხარ ამ თემის გაშლაში და ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. მოკლედ 1999 წელი, ფართოდ დახოჭული თვალები და მაშინ მეც მიხედავთ იმისა, რომ მე ინტერნეტი არ იყო, ან თუ იყო, ამ ფორმით არ იყო, ბევრი კრიტიკულ გამოცემაში ამბობდნენ, რომ ეს იყო კუბრიკის უკვე ღრმა დასაქმში შესulis რაღაცა ზოგმა ბოდვაც კი მოიხსენიათ, მაგრამ მე მაგალითად მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ამას უყურებდი როგორც რაღაც შემეცნებით ტრილერს ან რაღაც მისტიკურ ფილმს. მე რაც უფრო დრო გავიდა, მე რო ხვდებოდი, რომ ეს თლად ის არ იყო, რაც თავიდან გვეგონა და აი დადგა ეს. ეგრეთ წოდებული განკითხვის დღე, ის ჯოჯოხეთის კუნძული, ეპშტეინის კუნძულად მოხსენიებული და მოკლედ მოვედით აქამდე. ეს ეხლა სხვა საქმეა, ეს რა იყო და როგორ იყო, როგორ ჩანს. რაც უფრო დრო გავა, ამის დეტალები კიდევ უფრო გაიშლება და ის ალბათ კიდევ მრავალმილიონიანი მასალა კიდევ უფრო გააშკარავდება, მაგრამ მე სხვა რამეზე მსურს შენთან საუბარი. ყოველთვის იყო მსგავსი რამ ანტიკური ხანიდან რომის იმპერიაში, რომის რესპუბლიკაში, შუა საუკუნეებში ხო იყო და იყო, იქ მარკის დესადის ნაწარმოები გვახსოვს, სხვათა შორის პაზოლინიმ გადაიღო ამასთან დაკავშირებით არანაკლებ სკანდალური ფილმი და მოკლედ მოვედით დღევანდელობამდე. სხვათა შორის ასევე გარემ აქვე ვიტყვი, იყო იგივე წელს გამოშვებული ფილმი რომან პოლანსკის, ის მეჩვენა ესე ვთქვათ, ისეთ შეთქმულების თეორიის გარკვეული ესეთი ფორმა ჰქონდა ამ ფილმს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მე მგონი 99 წელს უკვე პერსონა ნონ გრატა იყო პოლანსკი და ბოლოს, მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ყოველთვის რაღაცა ამდაგვარ სოციალურ მოვლენას, მით უმეტეს როცა მაღალი ფენის ხალხია ჩართული, ამას როგორც ყოველთვის მოყვება ცვლილებები. მე ვეძახი ამას კრიზისს და აი შე როგორ ხედავ, არის თუ არა ეს თანამედროვე ელიტების კრიზისი და სადამდე შეიძლება ეს მივიდეს? ხო, საინტერესოა ზოგადად ჩვენი ალბათ რაღაც ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარე, ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ეგეთ მოვლენებს უწოდოთ რაღაცა კრიზისი, ოღონდ კრიზისი დავინახოთ, აი მაგალითად ხშირად ალბათ მოგისმენიათ, რომ რომი დაინგრა სექსუალური ორგიების გამო. თუ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამის გამო არ დანგრეულა რომი. და ჩვენ ვინც ვიცით რაღაცა ესეთი იმპერატორები იქნება ეს კალიგულა, ნერონი, ამ დროს რომი აბსოლუტურ ოქროს ხანაში იყო. და ასე შემდეგ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს სხვა პრობლემებთან მივდივართ. ეს პრობლემები არის სამი რაღაცა ავიღოთ. პირველი, ძალაუფლებას ყოველთვის მოყვება გარკვეულწილად როგორც სექსუალური დომინაციის და სექსუალური დაკმაყოფილების მთელი რიგი ასპექტები, ეს უძველესი დროიდან თანამედროვეობამდეა. მეორე, ეს მოყვება სიკვდილთან, ანუ გარკვეულწილად რაღაც შეზღუდულთან, დანარჩენებისგან შეზღუდულთან საზღვრის გადალახვის ესეთი ცდელობა არის რა და მესამე რაც თავარია აი რჩეულობის იდეა. მინდა შეგახსენოთ, რომ ზოგადად ეგ ვაკხანალია, რასაც სექსუალური ორგიები მოყვებოდა. ეს არ იყო რაღაცა, თქვენ უგეგონებათ, რომ ეს იყო რაღაც უბრალოდ სექსუალური აქტი, ეს იყო რელიგიური აქტი. და ესეთი სექსუალური პრაქტიკები, ესე ვთქვათ, ელიტების, ეს არის უძველესი დროიდან მოდის, მაგალითად გნოსტიკოსებს ჰქონდათ იგივე. გნოსტიკოსებში პრინციპში რიტუალის ნაწილი იყო და მთელი მომენტი ის იყო, რომ ეს ანტიქრისტიანული იმ გაგებით იყო, რომ თუ კი
ამ შემთხვევაში სექსუალური აქტი ქრისტიანებისთვის ეს იყო გამრავლების საშუალება ერთი თავარი მან პირიქით რომ ეს ბოროტ ღმერთისადმი გამოწვევა რომ ჩვენ აი სექსუალურ აღრევას ორგიებს ვაწყოთ, მაგრამ არ მრავლდებით. ეს ღმერთთან დაპირისპირების გარკვეული ესე ნიშანი. იმიტომ რომ ისინი იმათ მიაჩნდათ რომ ეს სამყარო ბოროტი ღმერთის მიერ არის შექმნილი და აქ ახალი სულის მოვლინება ეს არის ბოროტება. მათ ესე მიაჩნდათ. თუმცა ეხლა თანამედროვე ამერიკული საზოგადოება არის გარკვეულწილად აი ჩვენ ესე ვუყურებთ მაინც საბჭოთა გადმოსახედიდან, საბჭოთა მორალის გადმოსახედიდან. არადა შეერთებული შტატები ალბათ ეხლა თქვენც უფრო შიგნით უფრო დაინახავდით. არის ეს ერთი მხრივ რასობრივი უპირატესობის გარკვეული წარმოდგენები არსად არ გამქრალა შეერთებულ შტატებში. იმის მიუხედავად რომ ოფიციალურ დონეზე ეს დაიგმო, ოფიციალურ დონეზე ესე არ იყო, ეს კულტურაში და განსაკუთრებით ცნობიერებაში, რა თქმა უნდა იყო რომ რაც ჩვენთვის დასაშვებია, ის თქვენთვის არაა დასაშვები და თქვენ ხართ მეორე ხარისხოვანი რასები, ადამიანები, ჩვენი მომსახურე პერსონალი და ჩვენ უნდა მოგვემსახუროთ. ამის გარდა ნუ როგორც წესი, ეხლა ვისთანაც მქონია შეხება საქართველოს დონეზე ვიწვი, ძალიან პროვინციულ დონეზეც ვიტყვი რა. ადამიანმა ცოტა ფული თუ იშოვა საქართველოში, მალევე უჩნდება განსაკუთრებულობის, განსაკუთრებული სიბრძნისა და რაღაც ესეთი განსაკუთრებული ისეთი. უნარის უბრალოდ განცდა რომ ის განსაკუთრებულია. და ეს ამ განსაკუთრებულობაზე მე ხდება შენდება დანაშაული. რაში უნდა ითარგმნოს ეს განსაკუთრებულობა, ის რომ ჩვენ კოლექტიურად გარკვეულწილად წმინდა დანაშაულს ჩავდივართ. რომელიც შეიძლება უკვე აღარ არის ეგ ჩვენთვის ახმაში დანაშაული, მაგრამ ეს გვაერთიანებს ეს დანაშაული. ამიტომ ელიტებისთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შენ აი ამ რაღაცა რიტუალურ აქტში ყოფილიყავ ჩართული და შენ მაშინ იქნებოდი მისიანი. ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის ეპშტეინის სკანდალის გასკდომა. აქამდე შარშანი იყო ფავდიდის ამბავი, სადაც ჩვენ ნახეთ იქაც იყო პრინციპში პოლიტიკოსი, მაგრამ უფრო მეტად ვარსკვლავები იყო, ხო? ვარსკვლავების საკითხი იყო და ეხლა არის აბსოლუტურად პოლიტიკური რა. და ეს ხდება სად ეგას ვთქვათ, ეს ხდება იქ, როდესაც დეკლარირებულია პოლიტიკოსების მიერ, რომ რაღაც ოჯახის ღირებულებები და დეკლარირებულია, რომ რაღაც ქრისტიანობაზე დაყრდნობილი რაღაც ცივილიზაცია, ხო, რაღაც ესეთი რაღაც ესე წარმოაჩენენ თავს და ამ დროს ჩვენ თუ დავაკვირდებით ელიტების იდეოლოგიას, ჩვენ ნახავთ რომ ეს არის საკმაოდ ბევრი აი ფოგელინი წერდა კიდე და სხვა ეს არის ბევრი ქრისტიანული ერესის ერთობლიობა, რაც თავის დროზე გაქრა არა, უბრალოდ სახე შეიცვალა. და ამ ერთობლიობას ეს შეიძლება არ ვთქვათ რომ ეს მაინც გნოსტიკურია, მაგრამ გნოსტიკურ ელემენტებს შეიცავს. შეიძლება არ ვთქვათ რომ მანიქეულურია, მაგრამ მანიქეულურ ელემენტებს შეიცავს. ჩვენ თუ დავაკვირდებით კულტუროლოგიურ ანალიზს ამერიკის შეერთებულ შტატებში და განსაკუთრებით ჰოლივუდის, ხო, ჩვენ ნახავთ რომ მთელი რიგი სიმბოლიკებიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული ეს მაინც ქრისტიანული ნარატივი კი არ არის, ეს არის აი სწორედ აი ეს გნოსტიკური, მანიქეულური და სხვადასხვა ესეთი ერესების ნარატივები. აი მარტივი მაგალითს მოვიყვან ყოველთვის მატრიცის შემთხვევაში, ხო, ეს იყო აბსოლუტურად გნოსტიკური, რომ ციხე არის სამყარო. ჩვენ ასევე საუბრობთ იმაზე, რომ გნოსტიციზმი ზოგადად ყოფს ადამიანებს სამნაწილად, ხო? და იმას ვისაც სული არა აქვს შენი წარმოდგენით, რანაირად შეიძლება ის წინამდე რამე დანაშაული ჩაიდინო. იმას ეს სული არა აქვს, ეს არ არის, ის უკვე დაღუპულია. ის შენ შეგიძლია გამოიყენო ის ადამიანი არაა შენ თვალსაზრისით. ეს ეზოთერული ფაშიზმი რეალურ ბიოლოგიურ ფაშისტთან ერთად რა, ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი. ეხლა ეს კულტუროლოგიური ნაწილს რო გავსვდეთ, ეხლა რატომ არის ეს პრობლემა? სად გამოჩნდა რომ ეს პრობლემა არის? პირველ რიგში პრობლემა არის იმიტომ, რომ აი თვითონ ამ ეპშტეინზეს გამოჩნდა, რომ ყოველ შემთხვევაში იქ საუბარი იყო, რომ აი გოიმებზე რო იყო საუბარი, ხო? ისინი გოიმები ბოლომდე გადაიხდიან,
ნუ ნათელი ის კი გახდა, კი დააბრალეს ვიღაცა იმარო ეს კგბ ისინი არიან. მაგრამ კგბ არ არსებობს, კაი, გასაგებია რუსეთზე არის ეს. მაგრამ სიამბლეში ეს გასაგებია რომ ეს არის ისრაელის მოსადთან დაკავშირებული. შეიძლება არა მარტო მოსადთან, მაგრამ მოსადთან დაკავშირებული რომ არის და ისენ უკვე ეს კომპლიმენტი იყო აშკარად რუსეთის უშიშროების მიმართულებით, იმიტომ რომ მი-6 და მი-5-ის მიღმართო ამდენი შეძლეს რუსებმა. საქმე იმაშია რომ ჩვენ ხედავთ ძალიან ესე იგი ირაციონალურ დამოკიდებულებას ისრაელისადმი, ხო? ეს არ არის მარტო გასაგებია ჩემთვის, რომ რაღაცა ისრაელი შენ როგორ დასაყრდენი ძალა იყოს, ხო? მაგრამ შენ ამ ხელაუფლებას აძლევდე ისრაელს, რომ ესე ქაოსი შეიტანოს და პირიქით მე არ მგონია რომ ესე იგი ისრაელი ემსახურება შეერთებული შტატების ინტერესებს. მე პირიქით მგონია რომ შეერთებული შტატები ემსახურება ისრაელის ინტერესებს. ეს არ არის ეს შეიძლება შენიღბულია რომ ვითომ ჩვენი ინტერესი, მაგრამ სად ჩანს ეს ინტერესი იქ იყო რა ვიცი კანსონთანაც იყო ხო ეს ინტერვიუები და იქ ნახე მე რამოდენიმე ვიდეო რომ ადამიანის სამხედროები იმიტომ რომ ისრაელი გააკრიტიკა გარკვეულწილად დააპატიმრეს ხო ყოველ შემთხვევაში ნუ მე სასამართლო რა მიუსაჯე არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის იყო მიყავდა პოლიციას შესაბამისად ანუ მე გონია რომ ეს თავარი პრობლემა ის კი არა რომ ესენი სექსუალურ აღვირახსენებაში არიან ჩართული. ელიტისთვის დამახასიათებელია. პრობლემა ის არის რომ ამას ვინ უზრუნველყოფს და მე ვინ მართავს ესეთ ამ ელიტებს. ვინ არის ამ ელიტების ისეთი გიზალა რომელიც მე აშანტაჟებს. ანუ ეს დაშანტაჟებული მე ესეთი მთელი ქსელი აღმოჩნდა. და ეს სწორედ არის აი მანდარი თავარი კრიზისი თორე ახლა ორგიები და აღვირახსნილობა ყველანაირი ელიტის რაღაც ძალიან უცხო არ არის. იშვიათია, მოდი ესე ვთქვათ, სოფლიო ისტორიაში მართველი, რომელიც რაც ვთქვა, ასკეტური იქნება. აგრე ჩვენ უახლეს ისტორიაში სააკაშვილის სხვა სახის აღვირახსნილობები ქონდა, მაგრამ ქონდა ეს სააკაშვილის დროს ეს იყო ეს ფეტიში, ხო? მაგრამ ეს არ ყოფილა მიზეზი, რატომაც მოხდა. პრინციპში თუ დააკვირდებით, ძალაუფლება და ეს გაუპატიურების საკითხიც სააკაშვილის დროს დაკავშირებული იყო ამასთან. და ეს მომენტი, რომ სხვა ქვეყანა ამას იყენებს სათავისოდ და როდესაც შენი ელიტა გამოჭერილია ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად რა, ეს უკვე არის სერიოზული პრობლემა. ებრაელების თვითონ არის თუ შენ სიონისტებთან გექნება შეხება სიონისტების რა პრობლემაა რომ მათ გოიმები მონებად აღიქვან ხო ეგ მათი იდეოლოგიაში და მათ სოფხოდელობაში დევს და იქ ვერან ვერ ეტყვის რატომ არის ეს დაპირებულიც კი არის მათ მოძღვრებაში რომ მათ ეყოლებათ 10000-მდე მონა თუ რა შეიძლება ციფრებში ვწდები მაგრამ ნუ 2800 თითოს ნუ მან პრობლემა ის არ არის. აი პრობლემა არის ქრისტიანულ ეთიკასთან და საზოგადოებაში. და ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ეს არა მარტო სექსუალური აქტი, აი მაგაში იყო თემი პრობლემა. ეს არის თუთა რიტუალური ხასიათის მომენტებია რა. ძალიან რიტუალური ხასიათის მომენტებია. და აქ შემოდის სწორედ ეს ნიშნულოვანი ეზოთერიკული და ალბათ მე ვიტყოდი მისტიური მიმდინარეობები, რომელიც დამახასიათებელია ელიტისთვის. ზოგადად ელიტების რაღაც თეორიებიც რო ავიღოთ, არსებობდა რამოდენიმე სახის ელიტები. ხო, პირველი კი არის მიჩნეული მაგალითად რაღაც თეოკრატიული ძალაუფლება, როდესაც მეფე ღმერთია. ეს არა მეფე ჩვეულებრივ გაგებით, ეს ღმერთი, ნუ ეგ ჩვენ ხედავთ, მაგრამ ჩვენ დავაკვირდეთ მაგალითად საქართველოში, ხო? ისევ ესე იგი ქსენოფონტეს და კიდე სხვების მონაცემებით საქართველოში მაგალითად, ხო? როდესაც ქსენოფონტემ ჩვენ ტერიტორია გაიარა, იქ ნახეთ დაახლოებით აღწერილია დაახლოებით სვანური კოშკების გავსი ტერიტორია, ის შენობები, ნუ დაყოფილი არის როგორც ასე დიაოხის ტერიტორიის რაღაც ნაწილი არის და ეტყობა თითოეული ტომს თითოეული ბელადი ყავდა და რა გაუკვირდა ქსენოფონტოს რომ აქ იყო
ადამიანი ბელადი, რომელიც იყო კოშკის მაღლა და თურმე დაუბანელი იყო, ფრჩხილები გრძელი ჰქონდა და თურმე ეგეთი რიტუალი ყოფილა. არავის არ უნდოდა ბელადობა. თურმე ვისაც აერჩევდნენ ამ ბელადად კოშკის ზემოთ აყავდათ, ნაცარს აყრიდნენ თავზე, იმიტომ რომ სოფლიო წესრიგი ყოფილიყო, არ უნდა დაებანა, არ უნდა ის და ეს უნდა ყოფილიყო აი ესე გამოწყდეული რეალურად. ანუ წარმოვიდგინეთ ეს და რატომ? იმიტომ რომ კოსმოლოგიური წესრიგი შენარჩუნებული იყო, ეს წარმოდგენა იყო. ანუ იყო ძალაუფლების უარყოფითი ნაწილი, რომ ძალაუფლება შენთვის კი არ არის, ეს კოსმოსური რაღაც წესრიგისთვის და შენ უნდა შეეწირო ამ კოსმოსურ წესრიგს და იყო პირიქით. როდესაც ადამიანი რაღაც ძალაუფლება იღებს საკუთარ თავზე და ეს აი ფარაონების შემთხვევაში, როდესაც ეს ღმერთია, ღვთაება არის და ეს ღვთაების ნება მოქმედებს, ხო? შესაბამისად თვითონ აი წარმოდგენაში, ელიტებთან წარმოდგენაში არის ორი მიმართულება. ან ჩვენ ვართ ამ ღვთაების მსახურები, ან ეს ბელადი არის კოსმოლოგიური წესრიგის ნაწილი და ის უნდა ვაიძულოთ, რომ ამ კოსმოლოგიური წესრიგის ნაწილად დარჩეს. თვითონ ახლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რომზე რატომ იყოს ეს პრობლემა ქრისტიანების, იმიტომ რომ ქრისტიანებს უნდა შეეწირათ ღვთაებრივი იმპერატორის, ეს ღვთაებრივი იმპერატორის ფენომენი იყო. და ყველა ლეგიონერი ვალდებული იყო, რომ სხვები შეეწირა ღვთაებრივი იმპერატორისთვის. ქრისტიანები უარს ამბობდნენ ამას. თორე ჯარზე მსახურობაზე კი არ ამბობდნენ უარს. ეს ჯარში იმიტომ არ მსახურობდნენ ლეგიონში. რომ ისინი უარს ამბობდნენ სხორშეწიროზე. როდესაც ეს მოთხოვნა გაუქმდა, იქ პრობლემა აღარ იყო. და ესე იგი, მთავარი მომენტი რა იყო, რომ ნუ ეს იმპერატორის ნება არის, გასაგებს ცოცხალი ღვთაება არის და შემდეგ უკვე ქრისტიანობა როდესაც მოდის, ქრისტიანობის ნუ ორი კონცეფცია არის, ეს პოლიტიკური თეოლოგიას უწოდებენ. ნუ ძირითადად მართლმადიდებლურს მე დაიყო ეს მართლმადიდებლურს და კათოლიკურს შორის, სადაც ორი მახვილის თეორია არის, ხო? ორი მახვილის თეორია, რომ კაცობრიობა, ესე ღმერთმა კაცობრიობას მიცა ორი მახვილი, მეფე და ეკლესია და კათოლიკურ ვერსიაში საბოლოო ჯამში უნდა დარჩეს ერთი მახვილი. ანუ ეკლესია. მართლმადიდებლურ ვერსიაში ეს ორი მახვილი თან არსებობს. და აქედან ეს ორთავიანი არწივის ბიზანტიური გერბიც, ხო? ერთი თავი ეკლესია, მეორე თავი იმპერატორი, მეფე, სამეფო ხელისუფლება. აი ქრისტიანული მომენტი რა არის? მართლმადიდებლური მომენტი რა არის, რომ მართლმადიდებლური მომენტი არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ მართლობა, მართველი კლასი ეს არის ყველა ვარიანტში, ესე დაცემული მდგომარეობა. ზოგადად ძველახმაში ხდება ანტიმონარქიული ტექსტიც აბსოლუტურად. ებრაელები მოითხოვენ, ჩვენ მოგვეცით ისეთივე მეფე, როგორიც სხვას აქვს და ღმერთი ამბობს, რომ თუ კი ესე იგი თქვენ მოგცემთ ის მეფე წაიყვანს თქვენ შვილებს საომრად და ქალებს მოსამსახურეებად და მართლაც მერე მიცა და მერე დაიყო ეს ისრაელი ორნაწილად და მერე მოხდა ეს ცნობილი ამბები, რაც ბიბლიაშია წერილი. ანუ თვითონ თავდაპირველად ეუბნება თქვენ არ გჭირდება, ებრაელებს ეუბნება თუ თქვენ არ გჭირდებათ მეფე. მაგრამ ებრაელების ნება იქნება, რომ მეფე თვითონ, ანუ და მე კონცეფცია იცვლება რითი, რომ მეფე უნდა იყოს მსახური. და აქედან ეხლა რეალურ ისტორიასთან ეს გასაგებია, რომ ხშირად მეფეები საერთოდ არ იყვნენ მსახურები და იყვნენ ერთპიროვნული მმართველები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩარჩოს, აი ამ პოლიტიკური გაგების ჩარჩოს, მეფე არის მსახური ხალხის. და მეფე ტრადიციაშიც კი, მაგალითად არ იყო ეგეთი ტრადიცია, რომ მეფე ვინმეს იმპერატორი ვინმეს თავს უხრის. არ იყო ესეთი ტრადიცია. იმიტომ რომ შეუძლებელია ღმერთთან ვინმეს თავი დაუხაროს. აი ქრისტიანობაში გაჩნდა ეგ ტრადიცია. აი თუნდაც ქართულ იმაშიც გაიხსენოთ, ვის უხრის, ხო? ვახტანგ გორგასალი მართალია მე ყბაში მოხვდება ამის გამო და ესე კვილიც მოძრე, მაგრამ ეპისკოპოს უხრის, ხო? იმიტომ ანუ ეს რომ მეფე ვინმე დაუხაროს თავი, ეს ნიშნავს იმას, რომ მსახურების იდეა გაჩნდა. და თელი თუ ჩვენ რაღაცა დასავლურ ცივილიზაციას ავიღებთ, ჩვენ წარმოდგენაში
მართვა თუ ფუნდამენტურად რამე განსხვავდება დასავლეთი და აღმოსავლეთი, ანუ ქრისტიანული სამყარო არაქრისტიანული სამყაროსგან. არის მართლობის ფორმის აქმაში. და მართლობის ფორმის აქმაში ქრისტიანული სამყაროში, ნუ ეგ ყოველთვის ეგრე არ ხდებოდა ისტორიულად, მაგრამ ახმულია რომ ეს უნდა მართლი უნდა იყოს მსახური შენი. სახური არის. ეს შენი არა, მაგრამ ხალხის სახური უნდა იყოს. რაღაც დიდი სახური, ღვთის სახური უნდა იყოს, ეკლესიის სახური უნდა იყოს. და იქ აღმოსავლეთში დარჩა ძველებული ავთენტური გაგება ძალაუფლების, როდესაც რა მსახური კაცო, ესე ღმერთი, პრაქტიკულად ღმერთია. პრაქტიკულად ღმერთია, ცოცხალი ღმერთია, ნუ სხვადასხვა ვარიაციებით, მაგალითად სულთანი არის ალაჰის არჩრდილი, ხო? სულთანის ნება უნდა აღევლინოს, აღესრულოს, როგორც ერთპიროვნული მმართველის და აღმოსავლეთში არ გაჩენილა ის რომ ის არის მსახური. ეს მთავარი განმასხვავებელი. ეხლა ეს რომ მოხდარიყო აღმოსავლეთში, აი რა ვიცი, სანამ შეიძლება იქ მოხდარიყო. რა ვიცი, რომელიმე არაბულ ესე იგი სამეფოში, საუდის არაბეთში რომ და ჯერ ვიცით რომ ესეთი რაღაცები ხდება და იქ მთელი ეს როგორც პედოფილია და ისეთი სხვადასხვა რაღაცები ესე იგი გავრცელებულია. მაგრამ იქ არ არის პრობლემა საზოგადოებაში ეს. თვით ანუ თავარი მომენტი არის ის რომ ესეთი ეთიკის და ნორმების დარღვევა აღმოსავლეთში კი შეიძლება სადღაც რომელიც უფრო ვესტერნიზებულია, აგრეთვე იაპონიაში ან სადღაც ეს რაღაც მაინც პრობლემური იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში უმრავლეს ესეთ აღმოსავლეთ ქვეყანაში მართველი არის მართველი. ეს ერთპიროვნული მართველი არის და იმ აი თუნდაც ისაც რო ავიღოთ საფრანგეთი აბსოლუტიზმის დროს, ლუდოვიკო მე-14-ის დროს. ლუდოვიკო მე-14-ზე იმის მიუხედავად რომ ჩვენ მას აბსოლუტიზმად ვიცნობ, ვერ შეცვალა საკუთარი, არ უნდა ერთი შვილისთვის, უფროსი შვილისთვის ტახტის დატოვება, უნდა სხვა შვილისთვის, მაგრამ ვერ შემცვალა საკუთარი მემკვიდრეობა, იმიტომ რომ ეგეთი წესი იყო. არ მიცეს ამის საშუალება. ხო, აბსოლუტური მონარქია, მაგრამ ნუ ელემენტარულ მნიშვნელოვან მომენტში ვერ შეცვალა ეს. ესეთი რაღაც აღმოსავლეთში არ ყოფილა. თავად შორის მაბატია ამერიკა გამახსენდა ამერიკელებმა რო დატოვეს ავღანეთი და იქ რო შევიდნენ ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ეროვნული ძალები იქ მერე მედიაში გავრცელდა რომ ბიჭების ახალგაზრდა ბიჭების როგორ მოიხსენიო ხარამხან ალბათ ხო? ხო, აი ხარამხანი ალბათ არა, მაგრამ ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში თან საცუდავები არიან, იმიტომ რომ აი ხო, წარმოგიდგენია ესე. ცოტა ხანი ცოცხლობენ ეგ. ნუ აი წარმოგიდგენ. ბავშვობიდანვე ფაქტობრივად ბავშვობიდან ზდიდნენ, იმიტომ რომ იმაში რა ქვია, მერე არა იქ ავღანეთში ერთმანეთს როგორ ძალადობაში. ხო, მოურთიერთობა ერთია, მაგრამ აი რატო არა, მარტო ეს არ არის. აი ავღანეთში მაგალითად ministri გააუპატიურა მეორე ministrმა. კაცია საუბარი და ესეთი ფორმები, ანუ წაი ციხეში რაც ხდება რა, ციხეს ფსიქოლოგია. ანუ იმის თქმა მინდა რომ ესეთი რაღაცები რა თქმა უნდა შეიძლება დასავლეთში ხდებოდეს, მაგრამ დასავლეთში ეს მორალის მიღმა არის. ხო, აქ არ არის მორალება. აქ არ არის მორალისა და აი კულტურულ სივრცეში ეს მაინც და მაინც მორალის მიღმა არ არის. ამიტომ არის ის რომ ძალაუფლება აბსოლუტური რა თქმა უნდა აღმოსავლეთში ყოველთვის იყო. სპეციფიური იყო, იმიტომ რომ არ გაჩენილა, არის ქრისტიანობამ პრაქტიკულად შეარბილა ეს მომენტი. რომ მსახურების იდეის გაჩენა, ნუ მე მაგაზე დაშენდა დემოკრატია, თავისებური ახალებული დემოკრატია, არა ძველი ბერძნული დემოსი, იმიტომ ძველი ბერძნული დემოსი კიდე სხვა რაღაცა იყო. მაგაზე დაშენდა, მაგ ქრისტიანულ ეთიკაზე დაშენდა. და უცბად ჩდება ესეთი და ამიტომ ამ სივრცისთვის, ან ქრისტიანული სივრცისთვის, ქრისტიანული მორალისთვის, ესეთი ქცევები, სექსუალური ქცევების, ესეთი ძალაუფლებისთვის სული დამორჩილება, ხო? შენ აბსოლუტური შენ თუ ძალაუფლება გაქვს, შენ ყველაფერი მოსულა, ხო? ესეთი რაღაცა იმდენად ეწინააღმდეგება იმ ისტორიულ გამოცდილებას, რაც ქრისტიანობით თან ერთად ევროპაში და დასავლეთში მოსულა, რომ ეს უნდა მოხდარიყო მაინც ჩუმად. მაგიტომ არის რომ როგორც წესი ესეთი რაღაცეები თუ კი მაგალითად სულთანს ჰარამხანა ძალიან ღიად ჰქონდათ და ნუ არც პედოფილია არ იყო, არც მამაკაცთან ურთიერთობა არ იყო პრობლემა, ხო?
აქ დასავლეთში ხდებოდა ეს აბსოლუტურად, ესე იგი, დაფარულად. და თან ეს მომენტი არის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ისლამშიცაა პრინციპში ეს დებულება, რომ ადამიანების თანასწორობის იდეა, ხო? თანასწორობის იდეა. და ეხლა ეს რატომ არის ეს მანიქევლობა ან რატომ არის ეს გნოსტიციზმი და სხვადასხვა ესეთი მიმდინარეობა პოპულარული ელიტებში? იმიტომ რომ ამ ისინი ყველა ხას უსვამენ ადამიანების ანთროპოლოგიურ განსხვავებულობას, სულიერ განსხვავებულობას, ეზოთერულ განსხვავებულობას. არსებობს მაღალი სულიერი რასა ან ბიოლოგიური რასა, არსებობს დაბალი. და ეს დაბალს როგორც მოიქცენ, რა ვიცი, როგორც პირუტყვია და როგორც პირუტყვია. ხო, იცით როგორ არის, აქ მაგალითად ითვლება, რომ ებრაული შეხედულებით მე ყველას არ გულისხმობ, ბუნებრივია, მაგრამ ამბობენ, რომ აი ჩვენს მიერ ნახსენები გოი გათანაბრებულია ცხოველთან, რომელსაც ამბობენ, რომ გონი არ აქვს, ანუ სულიერია, მაგრამ გონი არ აქვს. ეს არის ძალიან არქაული და იმიტომაც აძლევენ უფლებას. ბრინჯაოს ხანის ეპოქისთვის დამახასიათებელია. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში სიტყვა ადამიანი და ეგვიპტელი ერთი და იგივე აღინიშნებოდა. როგორც ხოთაშორის იაპონურ ენაშიც ეგრეა დღემდე. ანუ ესე იგი ისა იაპონელი და ადამიანი. ხო. და ანუ ეს ძალიან ესეთი მომენტია, რომ თავდაპირველად ეგ მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ადამიანი ზოგადად ეგრე აღიქვავდა. მაგრამ გაჩნდა მონების ფენომენი. მონა არ იყო ადამიანი. ესა ბრინჯაოს ხანის ელემენტი. სხვათა შორის უნდა ითქვას, ესე იგი ცნობიერება იცვლება სწორედ ბრინჯაოს ხანის კრიზისის შემდეგ. მაგას უწოდებენ, ესე იგი პრობლემა რა არის? ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანაში გადასვლა ის პერიოდში ხდება რა? ბრინჯაოს ხანაში რადგან მძიმე იყო ეს აღჭურვილობა, რადგან მძიმე იყო ეს პროფესიონალური არმიები არსებობდა. და ბრძოლებიც იყო არაფართო მასშტაბიანი. მაინც და მაინც. ამიტომ კი შეიძლება ერთი ქალაქი განადგურებულიყო, მაგრამ მასობრივად ესეთი რაღაცები არ მოხდებოდა. რკინის იარაღის დამუშავების შესწავლასთან ერთად და მასობრივად დანერგავსთან ერთად. იარაღი ხდება უფრო მსუბუქი, უფრო მოხერხებული, უფრო გამძლე და უფრო მასობრივი. და წარმოვიდგინეთ, შეიარაღდა ადამიანი ბრინჯაოს ხანის ცნობიერებით, რომელიც იგივენაირად იქცეოდა, ტოტალურად ანადგურებდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეხლა არის ეს ფართო მასშტაბიანი გახდა ეს. და ითვლება, რომ პირველი ადამიანი, რომელმაც შეცვალა ეს კრიზისი პოლიტიკურად, ხო? სხვა მაშინ ჩდება სხვადასხვა ტერიტორიაზე გარდამტეხი ფიგურები. მაგალითად, მოსე ჩდება მაშინ. მაგალითად, დაახლოებით უფრო გვიან ჩდება ბუდა, სადღაც ჩდება სხვა რელიგიური მიმდინარეობები გამოდის, რომელიც გეუბნება, რომ სხვა ადამიანიც ადამიანია. დაახლოებით ეს პოლიტიკურად პირველად გააფორმა კიროს დიდმა. კიროს დიდის მომენტი რა იყო? როდესაც მან ბაბილონი აიღო, მან კი არ თქვა, რომ მე დაგიბყარი. მან პირველად შემოიტანა იდეოლოგიური მომენტი, რომ მან თქვა, თქვენ განგათავისუფლეთ ცუდი მეფისგან. და ეს იყო აბსოლუტურად შემოbrunება პოლიტიკურ აზროვნებაში, იმიტომ რომ აქამდე ესეთი რაღაცა რო ყოფილიყო, ბაბილონს გაანადგურებდა. იმიტომ რომ ადამიანები არა იდეოლოგიური მომენტი შემოიტანა კიროსმა, მაგ პოლიტიკურ აქტში. ბაბილონი ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა მას. და წესით უნდა გაენადგურებინა. ეგრე იზავდა ყველა ბრინჯაოს ხანის აზროვნების ტიპი. აქედან მე ჩდება უკვე იდეოლოგიური მომენტი, მაგრამ რადგან ეს არქაულია, რომ შენ სხვა ადამიანად არ დაინახო, რადგან გარკვეულწილად შენ რაღაც ისეთი ტექსტებით ხელმძღვანელობ, რომელიც იმ პერიოდში ბრინჯაოს ხანის ცნობიერება არის ასახული მაგ პერიოდში, ხო? ეს ბუნებრივია და ლოგიკურიც არის რა. პირველი მნიშვნელოვანი ესეთი კი შეიძლება იყოს რაღაც რელიგიური მიმდინარეობები, რომელსაც ახლა მე მაინც და მაინც ვერ ვიხსენებ, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეს ქრისტიანობა, რომელმაც აი ცნობილი სიტყვები ხო, მეტი აღარ არის ელინი და აღარ არის იუდაელი. აღარ არის მამაკაც, შეიძლება ზუსტ ციტირებას არ ვახდენ, მაგრამ აღარ არის მამაკაცი და აღარ არის დედაკაცი. ყველანი ერთნი ვართ
ქრისტეში. აი ყველანი ერთნი ვართ ქრისტეში. აი ეს მომენტი, ხო? უკვე შემოიტანა, ხო აღარ არის მდიდარი და აღარ არის ღარიბი. აი ყველანი ერთნი ვართ ქრისტეში. ეს იდეა არის აბსოლუტურად ქრისტიანული იდეა. აქედან გამომდინარე შენ მე რა რო ძალაუფლება გაქვს შენ უნდა შენ ისეთივე ხარ როგორც ის ვისაც შენ მართ. ანუ და გაჩნდა აი ეს მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენი ჩვენ ალბათ აი მინდა მაყურებელსაც ვუთხრა რომ თუ უყურებს წინა განაცემას იქ საუბრობთ აზროვნების არქაიზაციას. ის რომ ჩვენ ვყოფთ ადამიანებს ეს არ არის ქრისტიანული და ეს არ არის მოდერნული. ეს არის ჩვენი აზროვნების უკან წასვლა, არქაიზაცია, ბრინჯაოს ხანაში გადასვლა. ძალიან მარტივია რა თქმა უნდა. ხშირად ერთმა მამამ მითხრა რომ რთულია რომ როდესაც ადამიანს უყურებს დააჯერო რომ ყველა ერთნაირები ვართო და ხო რთულია ამის დაჯერება, მაგრამ შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენ თუ ქრისტიანულ გინა კათოლიკე იყალა, გინა მართლმადიდებელი და რომელი ქრისტიანული მიმდინარეობისაც არ უნდა იყოს, ხო? ეს პრინციპი არის ფუნდამენტური პრინციპი. ეს პრინციპი არის ფუნდამენტური პრინციპი და გავიხსენოთ თუნდაც დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი, ხო? იქ რასკოლნიკოვი რა პრინციპით ჩაედენს დანაშაულს, რომ არსებობენ მაღლები, მაღალი ადამიანი, ნაპოლეონი, რომელსაც შეუძლია ათასობით და 10,000-ობით ადამიანი გაწიროს და მორალური მას არ შეაწუხებს და მას მიაჩნია თავი, რომ ის არის მაღალი იმის წარმომადგენელი, ფენის კი არა, სულიერი იმის წარმომადგენელი და დანაშაულს ჩადეს და ინგრევა ეგ ადამიანი, ხო? ინგრევა ადამიანი და ხდება რომ ეგრე არ არის, როგორც მას წარმოედგინა. ანუ ფაქტის შემდეგ ზეკაცის იდეას პრინციპში ეს რასკოლნიკოვი დოსტოევსკი ანგრევს ზეკაცის იდეას. ანულებს კი. ანულებს. რა თქმა უნდა, პრაქტიკაში ზეკაცის ცოცხალი ზეკაცი და არა ფილოსოფიური ზეკაცი. ზოგადად ზეკაცი ესა ფილოსოფიური კატეგორია. ნუ მე რასიზმის ჰიტლერმა გადმოიტანა ეს რაღაც როგორც მას შეეძლო, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ მაგის პოლიტიკური გადმოტანა ნიშნავს ისევ დაბრუნებას ბრინჯაოს ხანაში, არქაიზაცია, გონების არქაიზაცია. ჩვენ ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს მოვლენები არის არქაიზაციის შედეგი. ეს მოვლენები არის არქაიზაციის შედეგი. არქაიზებული საზოგადოება რა თქმა უნდა უფრო სასტიკია, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ რომ ერთი მხრივ სასტიკი აგერ პედოფილია, კიდე რაღაც რიტუალური კანიბალიზმის რაღაც ფაქტებიც იყო ნახსენები. ეს მართლა მოხდა როგორ მოხდა გამოძიება დაადგეს, მაგრამ ნუ ნახსენები იყო კანიბალიზმის მომენტები. ეს მომენტი, ეს არქაიზმის ეს მომენტი თითქოს რაღაც ძალაუფლების დემონსტრირებს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდა თვითონ ამ ელიტებს. ანუ არსებობს ესეთი რომანი კონრადის ბნელეთის დამავიწყდა სახელი კონრადის. ვისია, არ საკითხული ვისია. ჯოზეფ კონრადის კონრადის არის. ბნელეთის ერთ დავსეჭავ და გეტყვით. ჯოზეფ კონრადის ხო კონრადის ხო, აი წვდიადის გული. ყველას ურჩევ რომ წაიკითხოს. შარშან წავიკითხე სხვათა შორის და ჩავიწერე. უბრალოდ გადავიკითხე და იქ მოკლედ არის ესეთი მომენტი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ფსიქოლოგიური მომენტია. და ეს რატომ არის აუცილებელი ელიტებისთვის ამასაც ვიტყვი. რომ იქ ძირითადად ნუ სავარაუდოდ კონგოზია იქ ბელგიელები როგორ მას უშვებიან რა, როგორი სიველურია. ხო, და იქ არის ნაჩვენები რომ ნუ რაღაც ზღვარს რო გაცდება, რაღაც საზღვარს რო გადააბიჯებ, მე უკან გასაბრუნებელი გზა პრინციპულად აღარ არსებობს. რაღაცა საზღვრის შემდეგ შენ ვეღარ დაბრუნდები იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყავი. და ამ ყველაფრის საშიშროებაზე ისაუბრობს. იქ თქვენ ვერ ნახავთ რაღაცა ბედნიერ ან რაღაცა თუნდაც ძლიერ რაღაც პიროვნებებს, რომლებიც საშინელებებს ჩადიან. ის პირიქით ისინი იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რომელსაც შეიძლება ადამიანურ ენაზე უწოდოთ სიგიჟე და სიგიჟესთან რაღაცა ეს ახლოს ყოფი მდგომარეობა. და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს იყო ინიციალიზაციის ნაწილი. შენ თუ გინდა ჩვენარი იყოს, უნდა
მაფიას როგორც აქვს. ჩვენ თუ უნდა ჩაიდინო რაღაცა კრიმინალი უნდა კონდეს ჩადენილი. უნდა ადამიანის კვლელობა კონდეს ჩადენილი. ესაც ეს მომენტი იყო. აკაც იყო ხო მსგავსი ინიციაცია ეთყობოდა აშკარად. ეთყობოდა ინიციაცია. კონძული იყო ინიციალიზაციის ადგილი. როგორც მაგალითად იმეებშიც, ანუ თუ დააკვირდებით, ვინც აი იგივე ფავდიდის მიმართებაში და სხვა ვინც არ მონაწილეობდა აი ესეთ რაღაცას ცოტა რაღაცა აი მარგინალური და არა ისეთი აურა გააჩნდა. კი იყვნენ ესეთი ადამიანები, მაგრამ თითქოს ისეთი გარიყულობის რაღაცა ეთყობოდათ. ხო, აუდიტორია არ ეძლეოდათ, გარიყულები იყვნენ. გარიყულები ეთყობოდათ, ხო. ნუ რა თქმა უნდა, ყოველთვის გამონაკლისები ყოველთვის არსებობს და ამაზე არაა საუბარი, მაგრამ იმის თქმა უნდა, რომ ეს იყო კოლექტიური დანაშაული ქმნის კოლექტიურ ერთობას, მნიშვნელოვან კოლექტიურ ერთობას. ერთობას, ზუსტად. და ნუ ეს ძალიან ძველი ტრადიცია არის, ეს არის რაღაცა ახალი გამოგონება. აი მაგალითად თქვენ ვერ გახდებოდით სრულფასოვანი სპარტანელი, თუ არ მოკლავდით ადამიანს. თან უნდა უკან მიპაროდით და ისე მოგეკლათ, ხო? რაღაც ფორმები იყო ხო რიტუალური, კი? ხო. ხო. ეს ქმნის აი ამ ერთობის განცდას. ანუ მოკლედ ეს თავისთავად ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, ამ ადამიანებს სურვილი ჰქონდათ, რომ ამ ქრისტიანულ ცივილიზაციურ ეთიკურ ნორმებისგან ნორმების გარღვევით მათი განსაკუთრებულება დაფიქსირებულიყო. ნახე რამე ნიშნა, ვინც იმ სიაში აღმოჩნდა ნუკრი, აი იგივე გეიცი, ხო? მე რო ჩამოვედი, მაშინ აქტიურად იყო ესე თემა ვითარდებოდა ტრანსჰუმანიზმი. და ბევრი მათგანი ამბობდა, რომ ნუ აი სულიერი და ორგანული თანასწორობა, ანუ აბსოლუტივიზმი, ანუ პიროვნული ღმერთი არ რაღაც გლობალური რაღაც და ზუსტად ეს ხალხი შემდეგ მონაწილეობდა მსგავს ღრეობებში და იყო აშკარად დისონანსი და აი მაინტერესებს შენ როგორ აფიქსირებ. აი ეს Silicon Valley და ტრანსჰუმანიზმის ბუდე რამდენად თავსებადი იყო აი ყველაფერთან, რაც ახლა გამოაშკარავდა, რომელია ფარსი? ეს მხარე თუ Silicon Valley? მან ახლა უნდა ითქვას, რომ როგორც წესი აი ის აზრი დავასრულოთ, შენ როდესაც ესეთ აი მნიშვნელოვან განსხვავებას, ყველანაირი განსხვავებას, ანუ ძალაუფლების თვალსაზრისით, კორპორატიულ სისტემაში, როდესაც შენ იმაზე მეტ ქონებას ფლობ, ვიდრე მთელი რიგი სახელმწიფოები ერთად აღებული, შენ სხვა ტიპის საზოგადოების შექმნას აპირებ. ამიტომ არის ქრისტიანული ცივილიზაცია მარტო ეთიკა კი არ არის. ქრისტიანული ცივილიზაციის დანგრევა ნიშნავს იმას, რომ შენ დაანგრიო კონცეპტუალურად თანასწორი საზოგადოების, თანასწორი ადამიანების იდეა. ის რომ ესე იგი საბჭოთა კავშირი თანასწორობის ქრისტიანულ გაგებას გადაიტანა და სხვა ისინი მოარგო, ეს არაფერს ესაც ქრისტიანული ერთ-ერთი ვარიაცია იყო, ხო? საბჭოთა სისტემა, როგორც ნახეთ ლიბერალიზმიც ქრისტიანულ ცივილიზაციიდან ამოსდილია. მაგრამ თვითონ ამ ცივილიზაციის ფუნდამენტში იდო ის რომ საბოლოოდ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ ცივილიზაციაში განხორციელდა თანასწორი საზოგადოების შექმნა. ნუ ლიბერალს სხვანაირად შეიძლება ეგონოს თანასწორობა სოციალისტს სხვანაირად, მაგრამ აღიარება ის, რომ შენ პრინციპულად ადამიანები ანთროპოლოგიურად არ არიან განსხვავებულები და ყველა ერთნაირი ვართ ღვთის წინაშე, ხო? პრინციპულად. ეს იყო ამ ცივილიზაციის ფუნდამენტი. ეხლა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალ პერფორმატიულ პოსტქრისტიანულ სამყაროზე, პოსტქრისტიანულ სამყარო რა თქმა უნდა, ეს არის არა იმ გაგებით იერარქია ყოველთვის იყო. არა იმ გაგებით იერარქია, რომ ვიღაცას მეტი ძალაუფლება აქვს, მეტი გონება აქვს, მეტი უნარი აქვს და ასე შემდეგ. ამ სახის იერარქიაზე არაა საუბარი. ეს არის იმ სახის იერარქიაზე საუბარი, როდესაც გეუბნებიან, რომ არსებობს მაღალი რასები, მაღალი ადამიანი და არსებობს დაბალი ადამიანი.
და ეს არა იქიდან გამომდინარეობს, არამედ ბიოლოგიიდან გამომდინარეობს. და მოდი ესე ვთქვათ, ესეთი ცივილიზაციები არსებობს დედამიწაზე, მაგალითად ინდური ცივილიზაცია, კასტორის ცივილიზაცია, აღმოჩნდა საუკუნეების განმავლობაში, როგორი თანასწორობის იდეაც არ შემოიტანეს, როგორი მოდერნიზაციას არ შემოიტანეს, მაინც ცოცხალია კასტური საზოგადოება და მეტეს, აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი საზოგადოებაა კასტური საზოგადოება. იყო კვლევები, მაგალითად ჩინური საზოგადოება ხო ითვლება მორჩილად, მაგრამ ჩინური საზოგადოებაში არის აღწერილი ესეთი რაღაცა, რომ საშიშროება იმის, რომ კი მორჩილია, მაგრამ იქ შეიძლება ვიღაც ერთი ლიდერი გამოჩნდეს, რომელმაც აჯანყება მოახდინოს და ამის უამრავი მაგალითი არის. ინდოეთში რა აჯანყებებიც მოხდარა ან სიქხების მიერ, ან მუსულმანების მიერ. აი იმ სადაც ეს კასტური სისტემა იყო, მაგიტომაც შეუწყო ბრიტანეთმა, რომ კვლავ აღორძინებულიყო ესე იგი ინდუიზმი. აღორძინებული იყო მუსულმანების ბედშეგუებული ხალხის ფენომენია, უცნაური რამეა 21 საუკუნეში მით უმეტეს. ხო, და ანუ ესა იერარქიული საზოგადოება. ანუ ეს ვერასდროს ვერ გახდება ესეთ. ესა მენტალურად ესა სოციალურად სტაბილური მათთვის. და დაახლოებით ესეთი სისტემის შექმნა უნდათ მათ. ოღონდ ეს უკვე დაფუძნებული იქნება არა სოციალურ დაყოფაზე, არამედ უკვე ბიოლოგიურ დაყოფაზე და აქ შემოდის სწორედ პოსტჰუმანიზმის იდეა. პოსტჰუმანიზმის იდეა. და როდესაც ეს პოსტჰუმანიზმის იდეა შემოდის, იქ ხარას უწერია ხა ვისაც ბევრს აქვს საკითხული, მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხე. იმის მიუხედავად რომ ცოტა შოქში ვიყავი, ასე ვკითხე. Homo Deus ქვია ეს ნაშრომს. რომ მომავალში ორი ნაწილად დაიყოფა ადამიანი, გაუმჯობესებული ადამიანი და ის ადამიანი, რომელიც დარჩება ბიოლოგიურ ადამიანად. ემიტომაც ყავდა კლაუშოპს, ესე ვთქვათ, მარჯვენა ხელა. ეხლა როგორ გონიათ ქრისტიანული ცივილიზაციის პირობებში ეს რამდენად შესაძლებელია, რომ მათ ერთნაირი უფლებები ქონდეთ. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ჯერ ძალაუფლებრივი გაყოფას ქმნის, ანუ ვინ იქნება პოსტჰუმანიზმის მატარებელი, ეს არ იქნება ღარიბი ფენა. ეს იქნება ის ვინც ახლა დიდარია, ვინც ახლა ელიტაში არსებობს. ეს ფენა. ანუ სოციალურ უთანასწორობაზე შენდება უკვე ბიოლოგიური განსხვავებები. ამის თქმა მინდა. ეს პირველი მცდელობა ყოველთვის პრობლემა იყო ის, რომ დასავლეთში ესეთ საზოგადოებები შექმნა, როგორ არა ეს შუა საუკუნეები, თუნდაც შუა საუკუნეები კიდე სხვანაირი იყო სინამდვილეში. ამაზე ძალიან გადაცემა შეგვიძლია, ძალიან გადაცემაში ვისაუბროთ. ის ფეოდალიზმი ძალიან გაერთფეროვანებულია და სინამდვილეში სხვანაირად იყო მათ სიტუაცია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ლოგიკური იყო ის, რომ დიდი რევოლუციები მოხდა, მაინც და მაინც დიდი რევოლუციები მოხდა დასავლეთში, ქრისტიანულ ცივილიზაციებში და არ მოხდა რა აღმოსავლეთში. ყველაზე აბსოლუტურ ესეთი აბსოლუტური ძალაუფლება, როგორც რუსეთის იმპერატორებს ჰქონდათ, არ ქონია არც ინგლისის მეფეებს, არც საფრანგეთის მეფეებს. თავის აბსოლუტიზმის ხანაში არ ქონიათ. იქ ისინი ანგარიში უწევდნენ საკუთარ პარლამენტი იქნება თუ არისტოკრატია თუ ანგარიში უწევდნენ. აქ ბოიარების განადგურების შემდეგ ესეთი სიტუაცია აღარ ყოფილა. იქაც კი მოხდა რევოლუცია. და იქაც კი თანასწორი საზოგადოება დამყარდა. და იქაც კი, ანუ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილშიც კი ვერ დამყარდა ესეთი კაცრი იერარქიული საზოგადოება, ვერ ჩამოყალიბდა. რო ის რომ ახლა მე კლავ ვიმეორებ, ის რომ ყველა საზოგადოებაში იერარქიები გინდა არ გინდა არის, ეს საკითხი საკითხია, მაგრამ ეს იერარქიები კლავ ვიმეორებ არ არის დაფუძნებული ანთროპოლოგიურ განსხვავებაზე. ეს ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა მამკვე ხაზარაძე შეიძლება აქვს რატომღაც ფული, მაგრამ და აქვს რაღაც ძალაუფლება ფინანსური, მაგრამ ჩვენ არ აღვიქოთ მას როგორც ზეკაც. იმიტომ რომ ამაში ჩვენ ქრისტიანული ეთიკა, ქრისტიანული მორალი ხაზგვიშლის. სხვადასხვა მუსულმანებშიც ეგრეა, ისლამურ სამყაროშიც ესეა, მაგრამ იქ ცოტა ძალაუფლების საკითხოსაც სხვანაირად წაწოვლი. ეგ კიდე საკითხია. მაგრამ ნუ ისლამში მე კიდე გადააკეთეს ეგ ოსმალეთის იმპერიაში და კიდე სხვადასხვა როდესაც შიიზმა კიდე სხვა კულტურა შემოიტანა, მაგრამ მაინც აი ისლამურ სამყაროს პრე-ქრისტიანულ ძალაუფლების კონცეფციებთან უფრო მეტი საერთო აქვს ვიდრე ქრისტიანობას. ქრისტიანობა
შეეცადა რომ ეს გაეწყვიტა. ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ ნუ შემოიტანა. აქედან გამომდინარე, აი ეს მომენტი, არქაიზაციის მომენტი. გვეუბნება ჩვენ რომ ცდელობა იმის რომ ეს ადამიანები ამ ადამიანებმა კულტურულად უკვე სოფხოდელობრივად იგრძნონ თავი რომ ეს დანარჩენი მოსახლეობა ეს არის მასა, ბიომასა და ჩვენ ვართ ნამდვილი ღმერთები, ცოცხალი ღმერთები. რეალურად რა იქნება ეს პოსტჰუმანიზმი რა არის საბოლოო ელიტები საკუთარ ტექნოლოგიური და ფინანსური და პოლიტიკური უპირატესობით შექმნიან საკუთარ თავისგან და საკუთარ სამყაროსგან ოლიმპოს ღმერთები იქნებიან სხვადასხვა სახით რომელიც აი მოკვდავებს ზემოდან დაყურებენ ეს იქნება ყოფიერების მიღებული ფორმა ანუ ამბოხიც არ მოხდება იმიტომ რომ დაიბადება ხალხი ამ განწყობით ამ განწყობით დაიბადება ხო და ამაში ქრისტიანობა ხელს უშლის ქრისტიანული ცივილიზაცია ამიტომ არის რომ პერეფორმატირება პოსტქრისტიანულ ცივილიზაციაში მიმდინარეობს ლიბერალიზმის პროექტი საბოლოო ჯამში აი ძალიან საინტერესო რაღაცა არის ლიბერალიზმი ქრისტიანულ ცივილიზაციაში წარმოიშვა ქრისტიანული ეთიკის გაგრძელებით ჩემი აზრით პერვერსია იყო და დამახინჯება ქრისტიანობის მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობისგან მიიღო ძალიან ბევრი რაღაც ქრისტიანული კულტურული ელემენტებია და როდესაც მეუბნებიან რაღაცა ლიბერალიზმის კარგ ფორმებზე როგორც წესი მეუბნებიან იმ ფორმებზე რომელიც ქრისტიანობისგან აიღო და განავითარა კონცეფციურად კი და ამაში ახლა ის არის რა თანხმდება მაქვს მაგრამ საბოლოო მიზანი იყო სხვა მაგრამ საბოლოო ჯამში ლიბერალიზმი გარდაიქმნა პოსტჰუმანიზმად და გარდაიქმნა იმათ რომ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა რომ ადამიანის კონცეფციის ესე იგი გეფილოსოფიურად თავიღოთ ამაზე ბევრია საუბარი დეკონსტრუქცია ადამიანი ქრისტიანობაში ესა პიროვნება როგორც ღმერთი არის პიროვნება ეს არის ის რომელსაც ჩვენ ღმერთს თქვენობით არ მიმართოთ შენობით მიმართოთ ესა პიროვნება აქაც იგრძნობა ბიბლიაში იგრძნობა აი შენობითობის და იმის მიუხედავად ის მაღალია შემოგვაქვს აი რაღაც თანასწორობის ლოგიკა და ამ დროს და ეს თავარი მომენტი რა არის რომ ამ დროს ეს თანასწორობის ლოგიკასთან ერთად ოღონდ კვლავ ვიმეორებ ეს არ არის ის თანასწორობა რაზეც ესენი საუბრობდნენ ეს ვოუკიზმები და რა ეს არა თანასწორობა ეს ერთფეროვნებასა და თანასწორობას შორის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა იქ რომ ყველა ლიბერალი უნდა იყოს და ყველა ერთნაირად ფიქრობდეს და ასე შემდეგ ყველას ერთი და იგივე რაღაცა ეზიზღებოდეს ეს არაა თანასწორობა სწორედ ესაა პრობლემა და რაც სხვადასხვა როგორც საბჭოთა სისტემას ისე ლიბერალებს აი რა მანდ მოვიდა თავარი პრობლემა და აი ამ კულტურაში ქრისტიანულ კულტურაში პოლიტიკურად არ აძლევდა ამის საშუალებას რომ ეს გაეფორმებინათ არა და რესურსი არის იმისთვის და მოთხოვნაც არის იმისთვის ამ ელიტებში გაჩნდა მოთხოვნა რომ სხვა სამყაროში ვიყო სადაც მე უკვე ჩემი სომხოდელობას ღიად გამოვიტან ჩემ არქაულ სომხოდელობას ღიად გამოვიტან და მე ხა შეიძლება ეკრანის წინ არ გეუბნებითო თქვენ არ ახართ ადამიანები თქვენ პირუტყვები ხართ მაგრამ მე ესე ვფიქრობ მე ესე როგორც კი ეკრანს მიღმა აღმოჩნდები მე აგრე რა ვიცი ვიღაცები ბავშვი რა არის ჩემი ეს ხომ არ არის ადამიანის ბავშვი ეს არის რაღაც ვიღაცა პირუტყვის ის არის პედოფილია რა პრობლემაა ხო ეს თუ მე ელიტას ესე იგი დამჭირდება რა პრობლემაა არანაირი პრობლემა არ არის. ანუ თვითონვე იშლიან მორალურ ბარიერს, ზნეობრივ მორალურ ბარიერს მე თვითონვე არიან წყარო. შემდეგ უკვე ეს ბუნებრივი ტიპი. თვითონვე არიან წყარონის საკუთარი მორალური ღირება. ანუ დეკონსტრუქცია მინდის ობიექტური მორალის გაქრობის და შემოაქვს ეგ სუბიექტური ცნებები მორალის. სუბიექტური ცნებებზე ყოველთვის შენ დაამკვიდრებ იმას რომ მაგიტომ იყო რომ სიამოვნებაში აი ამ სექსუალურმა საკითხებმა მოშალეს სიმბოლური ენა. წინა გადაცემაში ჩვენ საუბრობთ ამაზე. სიმბოლური ენა რას ნიშნავს რომ სიმბოლური ენის მოშლის შემდეგ შენ შლი საზღვარს კეთილსა და ბოროტს შორის. ანუ თუ ქალი და კაცი არ არსებობს და ვერ დადგინდება ეს თუ შავკანიანი და თეთრკანიანის დადგინება რთულია და მე შემიძლია ჩემი თავი წარმოვიდგინო შავკანიან ლესბოსელ ქალად, ხო? სად გადის აი ეგ სიმბოლური სიმყარე სად გადის? მაშინ რატომ არ შემიძლია მე წარმოვიდგინო თავიდანვე შენზე მორალურად უპირატესად?
და შენ როგორც რაღაცა დამნაშავედ არ ანუ იმ ადამიანად რომელმაც თავი უნდა დახაროს იმათ რატომ არ ესე იგი უნდა გამოგაცხადო და მოდი რა შენ თავი შენ თვითონ უნდა დაშალე შენ თავი შენ თვითონ უნდა დაშალე ამაში სხვათა შორის ელიტებს ფინანსური ელიტებს ეხმარებოდა კულტურული ელიტები მთელი ეს მოძრაობა იყო პროპაგანდირებული ჰოლივუდისა და მუსიკალური სამყაროს მიერ ხო პოპ კულტურა განსაკუთრებით ხო და იმერმა უფრო დიდი როლი ითამაშეს ამ ყველაფრის მოშლაში ვიდრე რა ვიცი რომელიღაცა იდეოლოგმა აი თქვენ არ იცით რომ რამხელა გავლენა აქვს ამერიკის მოზარდებზე ბილი აილიშ და ალბათ გრემის დაჯილდოებას უყურე და ხო ნახე როგორი პათოსი გამოდიოდა ყველა არა აის არა დიქტატურას მოშორდნენ თავი დაგვანებონ და აი ეს ახალგაზრდა გოგო ბიჭები განსაკუთრებით ნუ ბილი აილიში იმიტომ გამოყავი რომ აქ ჩემი ახლობლების მეგობრების შვილები დიდწილად მსგავსი კულტურის გავლენის ქვეშ არიან და მათ აკერპებენ და მე შეიძლება გაირკვას რომ ჩვეულებრივი ისეთი დაქირავებული ან პერვერტი ან რაღაცა კამპანიის წევრი გახდა ანუ რაღაცა ანაზღაურების საფასურად და აი ეს არის ზუსტად ამერიკის საშუალო ფენის და აი ამ საშუალო ასაკის პრობლემა. ამბობენ რომ საქართველოს უკვე კერპები ჩდებაო აი მაგასაკის ბავშვებს. რამოდენიმე ესე არის მუსიკაზე და აზროვნებაზე და ერთ-ერთი ესეთი მომენტი არის დამავიწყდა ერთი ფილოსოფოსი იყო ჩეხი ფილოსოფოსი მგონი. აღარ მახსოვს მე შეიძლება გავიხსენო. უწერია ესე სადაც დაპირისპირებული აქვს სიტყვა და მუსიკა. და რა განსხვავება სიტყვასა და მუსიკას შორის და რატომ არის მუსიკა უფრო ძლიერი იარაღი. მუსიკა შენთან შემოდის ისეთ ემოციებში, რომელიც შენ მიგაჩნია, რომ შენ გიგებს. მაგრამ როგორც კი შენ გთხოვ, რომ სიტყვით ამიღწერო ეს, ამის აღწერა შენ გაგირთულდება და შეიძლება საერთოდ ვერ შეძლო. ეს ქმნის მუსიკა ქმნის ილუზიას გაგებისა და ახსნის სამყაროში. შენი ემოცია შენთვის უკვე გასაგებია, სიამოვნებაში არაა გასაგები. როგორც კი მუსიკა მთავრდება, აღარაა გასაგები ეგ. და ამის საპირისპიროა სიტყვა. მე მუსიკის წინააღმდეგი კი არა ვარ. უბრალოდ ვარ საუბრობ იმას, რომ მუსიკა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ძალიან დიდი ხანია უკვე ხდება საზოგადოების პროგრამირება. ძალიან დიდი ხანია საზოგადოების პროგრამირება ხდება. არ არსებობს პროპაგანდა მუსიკის გარშე, არ არსებობს ომში წასვლა მუსიკის გარშე, არ არსებობს ახალი თაობის ბუნტი მუსიკის გარშე, არ არსებობს ახალი აზროვნების შემოტანა მუსიკის გარშე, ყველაფერი იწყება მუსიკით. და არა სიტყვით, სიამბლეში. და სიტყვა არის მეორადი, ხო? სიტყვა არის მეორადი. და ეხლა ნახეთ თუ კი ჩვენ რაღაც რელიგიურ საკითხ ქრისტიანულ საკითხზე ვსაუბრობთ და თავიდან იყო სიტყვა. სიტყვა იყო ანუ ჩვენ საუბარი ისე რომ ჩვენ თუ გვინდა რომ რეალობა ანუ ის რეალობა გავიგოთ ჩვენთვის თავი მუსიკა კი არა სიტყვა უნდა იყოს. თავი შინაარსი. და თუ აკვირდებით ეს მათი ლაპარაკით მუსიკას წააგავს. აგაგებით. გამეორება არის მუსიკალური ტექსტის დაახლოებით არ იქნება სამართალი არ იქნება ტექსტი მისამღერი და საუბარში ეს ხო მისამღერია ეს დისკუსიის საშუალება რა არის რომ ეს მისამღერები მოაცილო და შენ დაიწყო მსჯელობა ანუ შენ დაიწყო ხო და როდესაც იქნება მხარე მისამღერით გესაუბრება ხო ლოზუნგი ესა მისამღერის ზუსტად ხო და როდესაც შენ მისამღერით გესაუბრება ესე გათიშული აქვს სიტყვის ფუნქციაა გათიშული სიტყვის ფუნქცია ხო სიტყვის ფუნქცია კიდე მოითხოვს იმ რას რომ წარმოიდგინეთ აი მე საშინელი კადრები მაქვს ნახე უკრაინის ომზე და ყოველთვის აი მაყურებელსაც ვთხოვ რომ აი ახლა წარმოიდგინოს ომის სცენა მის წარმოდგენაში აუცილებლად გაჩნდება რაღაც თუ ტრაგიკული რაღაცა გაჩნდეს მუსიკალური ფონი გაჩნდება მის წარმოდგენაში ესე არის ადამიანი მოწყობილი რომანტიკული სცენა წარმოიდგინოს ის საუნდტრეკი გაახსენდება მე მოყვება ის და აი ომის სცენებში რა არის ყველაზე ისეთი შემზარავი იცით
აი ნახდათ რო კვდება ადამიანი აი დრონი რო ეჯახება და დაფლეთებათ რო ის არანაირი სიჩუმეა, რაღაც უცნაური სიჩუმეა. უცნაურ რეალობაში ჩდები. არანაირი გაფორმება არ აქვს. ანუ არის თვითონ ტრაგიკულია, მაგრამ მუსიკალური ფონი არ აქვს ტრაგიკული. რაღაც უცნაური სიცარიელე ჩდება აი ამაში. და აი უცნაური სიცარიელი არის იმის წინაპირ მტკივნეული სიცარიელე. ანუ წინკინელი მუსიკასგან შენ წარმოდგენებიდან დაცლილი სიცარიელეში, როდესაც აღმოჩნდები. ესა ის რეალობა, რაშიც რეალურად აღმოჩნდები. და აქ ჩდება სიტყვა. შენ ამ დროს უნდა აღწერო, როდესაც მტკივნეულ სიცარიელეში ხარ. მუსიკალური ფონის მიღმა. როდესაც ჩერდება ეს მუსიკალური ფონი. ტრაგიკულობა ისე ხდება, რომ არანაირი გაფორმება არ აქვს მაგ ტრაგიკულობას. აი იმ კადრებში, რაც ესე ბევრი ნახე. ფილმებში სულ სხვანაირად გამოიყურება. ზოგადად ბოდრიერს აქვს ეგ კულტურის შეთქმულება ქვია, ისეთი ესია. ძალიან ისეთი ძლიერი ესია. იმის მიუხედავად, რომ ხა ბოდრიერზე შეიძლება ბევრი აზრი არსებობს, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია მაინც. რა რასაბობს რომ კულტურამ ადამიანზე მოწყოს შეთქმულება და როგორი შეთქმულება ადამიანი ვეღარ აღიქოს რეალობას მას ჰიპერრეალობა ჭირდება მას აღარ ჭირდება უბრალოდ ტრაგედია მას ჰიპერტრაგედია ჭირდება მას ჭირდება ძაფრად შეიგნოს ეს მას აღარა საკმარისი უბრალოდ სიყვარული მას ჰიპერრომანტიკა ჭირდება ჰიპერ და ეს ცხოვრება შეუძლებელი ცხოვრება ეკრანის მიღმა ეს ჰიპერ ცხოვრება ვერ იქნება ჰიპერრეალობა. ამიტომ გარბის ადამიანი ჰიპერრეალობაში. და სექსზეც ქონდა ადამიანს გაუქრა ეს სექსი გაჩნდა პორნოგრაფია. და ეს პორნოგრაფიას ჰიპერრეალობა. ანუ წარმოიდგინეთ ის რაც იდეაში უნდა იყოს წესის ინსტინქტური მასობრივ კულტურაში იქცა როგორც ესეთ ჰიპერრეალობა. და ჩვენ გვაცხოვრებენ ამ ჰიპერრეალობაში და ეს ჰიპერრეალობა დამაქცეველია ჩვენთვის. იმიტომ რომ ჰიპერრეალობა გვასწავლის ჩვენ ისეთ ჰიპერმდგომარეობა, სადაც აი ეს რეალობისგან მაქსიმალური დისტანცირება. ამიტომ შეუძლებელია ადამიანს უთხრა შენ მოდი რეალობაში დაბრუნდი, იმიტომ რომ რეალობა უკვე თავისთავად ტკივნეული პროცესია. ჩვენ ნებაყოფლობით ტკივილში ვერ დააბრუნებ ადამიანს, იმიტომ რომ იმ ჰიპერმდგომარეობასთან შედარებით ყველაფერი ტკივილია. აი როგორც ნარკომანისთვის რომელსაც ლომკა ეწყება, ხო? აი ეს ლომკის მდგომარეობა ხდება ესეთი მდგომარეობა. და აი ამ რეალობაში ჩდება ესე იგი უკვე ახალი რაღაც უკვე შემზადებულია მე მგონი ამზადებენ ამ ცნობიერებას რომ თქვენი რაღაც ესეთი სამყარო ჩვენი სამყარო მასების სამყარო იქნება ჰიპერრეალობა. ანუ აბსოლუტურად დადგმული რაღაცა და რეალური სამყარო იქნება ელიტების. რომელსაც რეალურ სამყაროს მართავენ. ესენი მართავენ მხოლოდ პოლიტიკურ შოუებს. უბრალოდ ამორჩეველი უკვე დიდი ხანია გადაიქცა მაყურებლად, შოუების მაყურებლად. რომელიც ვეღარ მონაწილეობს პროცესში. არამედ უყურებს ამ შოუებს. დიდი ხანია ესე გადაიქცა. და ეხლა უკეთეს თუ კი ეს არსება კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობითაც კმაყოფილია და მით უმეტეს ტექნოლოგია ამაში დაგვეხმარება და მით უმეტეს ჩვენ ხედავთ რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებისადმი ჩვენ მოწყვალდები ვართ ძალიან და ალგორითმით ისე მოქმედებს რომ ანუ რაღაცა უაზრო კონფლიქტებში აბსოლუტურად ჩაგვითრიოს და იმ დროს როდესაც რეალური პრობლემები აბსოლუტურად სხვა რაღაცა რა თქმა უნდა ტექნოლოგია ხელს უწყობს ახალ ფეოდალიზმს. აი ახალი ფეოდალიზმიც არ არის. ეს არის ახალი თეოკრატიული რაღაც მონარქია, აი არც თეოკრატია, ახალი ღმერთების ეპოქა. მოდი ესე თქვა, წარმართული ღმერთების ეპოქა, ახალი წარმართული ღმერთების ეპოქა, რომელიც კიბერღმერთების, აი კიდე დავამატე. ახალი წარმართული კიბერღმერთების ეპოქა. როგორც ფიქრობ, ნუკრი, აი ის გამოძახილი ის მცდელობა მაგალითად პაზოლინი მის თავის შედევრი მე ბჭყალებში, მაგრამ ბევრი თვლის რომ მაგარი იყო,
გემოვნებაზე არ დავაბენ. 75-ია გადაღებული და ფაქტობრივად იტალიის ნეორეალიზმს დაუპირისპირდა და მაშინ აქტიურ ფაზაში შედიოდა ნეოფაშიზმის პირველი ტალღები იყო. როგორც ამბობენ, მას შეეწირაო. შემდეგ მოდერნის კიდე პოსტმოდერნის უბრალოდ მოდერნის ეპოქაში კიდე მრავალი რამ იყო ალბათ, ხა მე ყველა არ მინახავს, ყველა არ წამიკითხავს. და შემდეგ ეს 99-ში ცალკე კუბრიკმა შექმნა ეს კარგი ფილმი, ესე მოიხსენიო და ცალკე პოლასკიმ აი ეს მეცხრე კარიბჭე და ესე იგი ეს რა იყო ზუსტად აი ამ კულტურის ელიტის მხოლოდ ნაწილიდან იყო კონტრ-ელიტის სურვილი და შეიძლება აი ამ ყველაფერს ახლა რაც ხდება მოყვეს ესე თქვათ კონტრ-ელიტის ჩამოყალიბება პირობითად მე რაც გულისხმობ კიდევ უფრო გავშლი 2028 წლისთვის შესაძლოა რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებას ჭირდებოდეს უკვე ახალი ელიტა. ნუ გამომდინარე იქიდან რომ ამერიკაში გასკდა ეს ყველაფერი და ამერიკიდან ითხოვა, შესაბამისად ინიციატორებიც ალბათ ამერიკელები იყვნენ, ხო ამ შემთხვევაში. როგორ ფიქრობ, ეს ახალი ელიტის ჩამოყალიბებას ემსახურება? თუ ეს ყველაფერი ჯერ სპონტანურია და მერე ესეთ ბუნებრივად რაც დაჯდება, ისე დაჯდება. მე არ ამგონია რომ სპონტანური იყოს, მე მგონია რომ რაღაცნაირად ნუ შებრძოლება არის, აი შებრძოლება არის გარკვეული ამ შანტაჟის მექანიზმებზე ჩამოშლა არის. ანუ რის თქმა მინდა. ყველაზე ისე ჩემი აზრით გამოჩნდება ამერიკის მოქმედება ირანთან როგორი იქნება. და რატო ვაკავშირებ ამას ხლა მნიშვნელოვანია, კი. ხო, ანუ ის იმას იზავს, რაც ისრაელს უნდა თუ სხვანაირად მოიქცევა ამ მოვლენების შემდეგ. თუ ამ მოვლენების შემდეგ სხვანაირად მოიქცევა ტრამპი, ეს ნიშნავს, რომ ეს იგი რაღაც ძალებისგან განთავისუფლების რაღაც ეტაპი დაიწყო. ესე იგი მისგან მართული პროცესი იყო, მოდი ასე ვთქვი. ხო, რომ რაღაცა ის დაიწყო და შესაბამისად გარკვეულწილად ვიღაცები შეეწირებიან ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდება ის, რომ ამერიკა შეეცდება, ანუ ამერიკის პრეზიდენტი, რომ უფრო დამოუკიდებელი იყოს, ვიდრე ის იყო აქამდე. მაგრამ თუ სხვანაირად მოიქცა, მაშინ ეს სხვა ლოგიკა დევს ამაში. თუ ჩაყვა პროცესებს? თუ ჩაყვა პროცესებს, მაშინ სხვა ლოგიკა დევს და მაშინ რაღაც შიდა სხვა ელიტარული რაღაცა საკითხი იქნება. ეს უკვე შიგნით ხო, შიგნით იხარშება ეს. ხო, ეს არ ვიცი, მაგრამ მე იმედი მაქვს, მოდი მე ოპტიმისტურ სცენარს ვიტყვი მაინც. იმედი მაქვს, რომ ეს განთავისუფლების აქტია და არა იმის აქტი, რომ რაღაცა იძულებული არიან მაინც და მაინც და სხვა გზა არ აქვთ. იმიტომ თუ სხვა გზა არ აქვს, ესე იგი იმას ვინც აშანტაჟებდა, კлау ძალაუფლება შენარჩუნებული იყოს. გასაგებია. ხო და ესაა პრობლემა. თორე ის ახლა თქვენ რო ახსენეთ პაზოლინი, მე დარწმუნებული ვარ, რომ პაზოლინიც და კუბრიკსაც მსგავს რაღაც მსგავს აქტებთან ქონდა რაღაცნაირი შეხება. ან გაეგო მინიმუმ გაეგო მაინც. და ეს არ იყო ბათვის რაღაცა უცხო. კлау იმეორებ ევროპულ ელიტებს ახას ჩვევიათ ეგეთი ფარული სხვადასხვა აი შემთხვევითი არა რატომ ჩამოყალიბდა მაინც და მაინც ქრისტიანულ ცივილიზაციებში ეს ორდენების სისტემა და საიდუმლო ორდენების სისტემა. იმიტომ რომ ქრისტიანულ ცივილიზაციაში განსხვავებით აღმოსავლეთისა საჭირო არის რაღაცების დამალვა. იქაც იყო რა თქმა უნდა ეს დამალვა საჭირო, იქაც იყო აღმოსავლეთში იყო რაღაც ორდენები. პაშაშინთა, ასასინთა იგივე ორდენი და ასე შემდეგ. მაგრამ იქ აბსოლუტურად სხვა ლოგიკა იყო, აღმოსავლეთში აბსოლუტურად სხვა ლოგიკა იყო. აქ აბსოლუტურად სხვა ლოგიკა და რასავარია აქ შეიქმნა რაღაცა ესეთი ორდენები, რომელსაც ჰქონდათ რელიგიური ხასიათი და სექსუალური ხასიათიც. და ეს ორივე ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. რა თქმა უნდა იყო კათოლიკური ორდენების, რა თქმა უნდა ეგეც იყო იეზუიტები და ასე შემდეგ, მაგრამ იყო კიდევ რომის საფუძველზე მე მასონთა ლოჟები გაჩნდა. ეხლა მასონთა ლოჟები ძალიან გაბუქებულია, მაგრამ ეხლა
რეალურად ვისაც უნდა ისტორიული წყაროებიდან ნაპოლეონი რო შედიოდა რატომ იმორჩილებდა მარტივად სხვა იტალიურ ქალაქებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იქ არსებობდნენ ქალაქებში არსებობდა იაკობინელთა მასონური ლოჟები, ცნობილია ეს. რომელს მე ხას ურჭებდნენ ნაპოლეონს. და ეს იყო ფრანგების დასაყრდენი მე უკვე აი ამ და ეს ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეგეთ ლოჟებზე ესეთი იყო ფარული პარტიები ჩათვალეთ, ფარული პარტიები, არალეგალური ფარული პარტიები, რომელიც მაღალი იმისგან იყო. ეს მაშინ ესეთ, მაგრამ მქონდა ერთი რაღაცა, ყველანაირი ესეთ ლოჟას და ყველანაირი მასონურ რაღაც ორგანიზაციას აქვს ეზოთერული რაღაცნაირი შინაარსი. რბილად რო ვთქვათ. როგორ ფიქრობ, აი ამ გამოწვევას, როგორ დაუპირისპირდება მართლმადიდებლური სამყარო? აი აღმოსავლეთ ევროპა და არა, აი მაგალითად უფრო ჩვენი ზონა, იგივე რუსეთი, კავკასია და ცოტა იქით კიდე აღმოსავლეთით. რა შეიძლება რომ ესე ვთქვათ ვაქცინად გამოვიყენოთ, ისე რომ ვაქცინა ეხცუდი სიტყვა აი კოვიდის მერე, მაგრამ რა შეიძლება რომ ვაქცინად გამოვიყენოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ისე რბილად ავიცილოთ, ან თუ შეხებაში შევალთ, რომ ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. იმიტომ რომ ეს პოპ კულტურა ხო შემოჭრილია ხა მე რაც ვახსენე ეს შენ უკეთიც თბილისში ხარ. სააკაშვილის დროს სხვადასხვა ეხა შემთხვევით ხო არ იყო ის ჩანაწერები რო არსებობდა ყველაზე და ყველაფერზე. ზუსტად ისინი ძირითადად ამ ყველაფერს. სექსუალური ხასიათის, არა მარტო ღალატის, არამედ ცოლ-ქმრის ურთიერთობები იყო ჩაწერილი და ეგ ცნობილია. ცოლ-ქმრებს შორის სექსუალური ურთიერთობა იყო. ძალადობის ახსოვსელი კადრები და ამას ინახავდნენ. ეხა ბევრს ყოველთვის რომ ეფშტეინის კონძულზე როგორ იღებდნენ და ინახავდნენ და რა თქინათ ეფშტეინის კონძულზე. ჩვენ ქონდა ეგ გუახეზე გამოცილი. ჩვენთან ცოტა სხვა ლოგიკა არის რა. ანუ ჩვენ საქართველოს მასშტაბს აკლია ეს ეზოთერული და რაღაცა წარმოდგენები. ცოტა ზედაპირული არის და ღარიბი არის ამ ხრივ ჩვენი ეზოთერიკა, ესე თქვა. უფრო მეტად დაყნობილია დასავლეთის კერპთაყვანისმცემლობაზე, მარტო მაგაზია დაყნობილი და ფსევდო წარმოდგენაზე, რომ რაღაცა ჯგუფი აღმატებულია სხვა დანარჩენზე, ფსევდო წარმოდგენებს. და საბედნიეროდ უნდა ითქვას ჩვენთან, რომ არც კულტურა არ იძლევა და არც სხვა ისინი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შენთან რაღაცნაირად ის გააკეთო, რა ქვია, ეს აქციო მაინც და მაინც ელიტების იდეოლოგიად. რატო ვიზახე? იქ შეერთებულ შტატებში არის და ევროპაშიც ელიტები კი ახალი ძალები შემოდიან, მაგრამ მემკვიდრეობითობა უკვე არის საუკუნეების განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში 2, 3, 4 თაობა მაინც არის იქ ელიტების, ხო? ჩამოყალიბებული. მემკვიდრეობითია. ჩვენთან აი ახლა იწყება ეს მემკვიდრეობითობის საკითხი. განსაკუთრებით პოლიტიკაში ჩანს, ხო? უკვე რომ მეორე თაობის პოლიტიკოსები წამოვიდნენ რაღაც. გუბაზის შვილი, იქ მაჭავარიანის შვილი, კიდე ვიღაცეები, ხო? როგორც წესი, ესეთ განცდას სჭირდება რაღაცა ისტორიული დასაყრდენი. ჩვენ ელიტებს ჯერ ეს არ აქვს. ამიტომ მათი ყველანაირი მცდელობა არის ძალიან ზედაპირული და ძალიან არასერიოზული. აი როგორც ახლა რაც არ უნდა ილაპარაკოს რაღაცა მართლმადიდებლობის რაღაც სიცუდეებზე, შერგოლეიშვილმა და სხვადასხვა ესეთმა ოდიოზურმა პიროვნებებმა, ეს სერიოზულ რაღაცა რელიგიურ და ელიტარულ ხასიათს ვერ მიიღავს. ვერც მიიღოს სააკაშვილის დროს იმის მიუხედავად, რომ მათ არაერთი ცდელობა ჰქონდათ, ვერ გავრცელდა ეგ. ანუ იმის თქმამდე რომ ჩვენ ესეთ ფაზაში რომ შევიდეთ მინიმუმ მეორე-მესამე თაობის ელიტებში უნდა ვაცადოთ. ეხლა ამ ეტაპზე ჩემი საბჭოთა კავშირმა ერთ-ერთი ყველაზე კაი რაც გააკეთა იყო ის რომ აი ეს კულტურულ ასპექტზე გააქრო ეს ელიტარულობის იერარქიულობის განცდა. და ისაც კი შენ რო ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ვერ იღებ შენ ფსიქოლოგიაში შენ იმაზე, ვერ იღებ აი ამ განსხვავებულობას და შენ ვერ თამაშობ ამ განსხვავებულობით. ანუ შენთვის ესე იგი ის გამდიდრებული არის საიზღარი ტიპი.
და არა ღვთისგან რჩეული. ბუნებრივი ანტაგონიზმი გიჩნდება იმის. ბუნებრივი ანტაგონიზმი და გიჩნდება. არა პატივისცემა ან დამონების სურვილი, ხო. ხო და კორპორატიული ეთიკა დასავლეთში. აქაც კი შემოვიდა. სხვა რაღაცას გასწავლის, ქცევის სხვა ნორმას გასწავლის. აქ ის შემთხვევაში ხომ არ არის რომ მომსახურების თვალსაზრისით კორპორატიული ეთიკა ყველაზე ისეთია. უნდა სული ღიმოდე, სულ ისეთი განწყობაზე უნდა იყო, უნდა შეუქმნა შენ კლიენტს და იმას შენ უფროს განსაკუთრებით ისეთი განწყობა და ასე შემდეგ. ანუ და რასთავარი არის ეს იერარქიის დაწინაურების მუდმივი ისა, ხო? იერარქიული. ეს ერთი მხრივ ვითომ თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრობ, მაგრამ მეორე მხრივ შენ თუ რაღაც კორპორაციაში მოხვდი, უკვე ხარ რაღაც დიდი იმის ნაწილი და ამ იერარქიისთვის მუდმივად ბრძოლა გიწევს. ხო, კარიერული კიბეს რო ეძახიან კიდე, ანუ შენ კარგი მოქცევა სამაგალითო და შემდეგ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენთან შეიძლება უფრო პრობლემური იყოს ეს, რომ ეს დირექტორის ფენომენის ის არის, რომ ეხლა გამოიყენოთ ეს დირექტორი და კეთილგანწყობა. ეს ფენომენი კი არსებობს, მაგრამ ის არ არსებობს, რომ რაღაცა ან ცდელობა კი ქონდათ ჩვენთანაც ეს იყო ეს ცდელობა, რომ რაღაცა ავტორიტეტი სხვა სახის ავტორიტეტად ფორმირებულიყო. ვერ ფორმირდნენ ვერც ერთი ბიზნესმენი და ვერც ერთი კომპანიის შეფი და ბანკის ის რა ქვია დაფუძნებელი ვერ ფორმირდა რაღაცნაირად ავტორიტეტად. ვერ ჭყონია და ვერც ვერავინ. იმის მიუხედავად ყველა ვიცი რომ ფული აქვს და ბევრი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ არ აღიქმება საზოგადოებაში ეს როგორც რაღაცა აღმატებული. არამედ რაღაც ცოტა სხვანაირად აღიქმება. აი ეს მომენტი ალბათ არის ცოტა დამცველი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ესე იქნება მუდმივად, რა თქმა უნდა. მე მგონია რომ საბოლოო ჯამში აი ეს გაცნობიერება და ეს საუბარი იმაზე რომ ეკლესია გარკვეულწილად უნდა იყოს მორალური მაკონტროლებელი ელიტების რაღაცნაირად უფრო უნდა გამოიკვეთოს რა გაგებით აი თუნდაც ახლა ძალიან ისეთ ვიტყვი ნუ ჩვენ ისტორიაშიც იყო ეგ როგორ არ იყო ქალების საკითხი მაგალითად აი იგივე რიგოლ ხანძთელთან ხო გავიხსენოთ აშოტმა რომ ქალი მოიყვანა ხო იქ ეკლესია ჩაერია და იყო ეს რა თქმა უნდა ჩვენ ისტორიაშიც ხდება ლაშა გიორგი რინდებთან იყო და სხვა ესეთი მომენტი ჩდება მაგრამ არსებობდა რაღაცა ესეთი მომენტი აი გავიხსენოთ კიდე ერთი მომენტი უახლოს ისტორიიდან გიორგი მარგველაშვილი გიორგი მარგველაშვილს არ უნდოდა ცოლის მოყვანა მას უნდოდა სხვანაირი სექსუალური ურთიერთობა ქონოდა სხვანაირი ურთიერთობა ქონოდა თავის მეორე ნახევარიდან მაგრამ აი ეს ეკლესიამ და საზოგადოებამ მორალმა მაინც აიძულა ის რომ ინფორმებში ჩამჯდარიყო იმიტომ რომ პრეზიდენტი უნდა გამختارიყო და პრეზიდენტი უნდა გამختارიყო თორე ხა კერძო პირი თუ ხარ როგორც გინდა ახლა ის ხო ეგ შენ ანუ შენ თუ არ ახარ სიმბოლო რა ვიცი ეგ შენი საქმეა მაგრამ კონტროლი ნიშნავს ან სიმბოლურ კონტროლს ნიშნავს თორე ახლა როგორ უნდა გაკონტროლოს ხონდაირად ხო ხა იქ ტოტალიტარულ სახელმწიფოს შექმნას არავინ არ მოითხოვს და ასე შემდეგ მაგრამ თუ ესა რაღაც სიმბოლოებში უნდა ჩაჯდე რა შენს სახეს უნდა გამოხატავდე თუ ეთანამდებობა გინდა ეს მომენტები ალბათ ჯერჯერობით დარჩება მაგრამ პრინციპში ეგეთი მომენტები შეერთებულ შტატებშიც იყო და მაგიტომ გაჩნდა ეს ალტერნატიული სივრცე და ეს ალტერნატიული სივრცე სავარაუდოდ ახლა მე ისე ვამბობ რომ კი იმაზე ფიქრი მგონია არაეფექტურია რომ ეს ალტერნატიული სივრცეები აი რადიკალურად შევეცადოთ რომ გავაქროთ. ვერ გავაქრობთ ობიექტური მიზეზების გამო, იმიტომ რომ ამის მოდი ესე ვიტყვი ლოჯისტიკა არ არსებობს. სადღაც შეიძლება ეს გააქრო, სადღაც ეს გაჩნდება, მაინც გაჩნდება. იმიტომ რომ ელიტის ბუნება ესეთია. მაგრამ საზოგადოება უნდა ეცადოს რომ ეს გარეთ არ გამოვიდეს. იმ გაგებით რომ ნუ რაღაცნაირად მუდამ ცხვირი შეყოს იქ და უთხრას რომ აი კონტროლ ქვეშ ყავდეს. და თუ კი ბატონო თუ ორგიები გინდა ორგიები გქონდეს მაგრამ პედოფილიას არ დავუშვებთ მაგალითად რაღაც ვისთანაც გინდა ის გააკეთეთ და პედოფილიას არ და ანუ ყოველთვის უნდა იყოს ეს კაცრი კონტროლი რა კაცრი მორალური კონტროლი არ მოწოთ ვიღაცებს მორალის პოლიციის
ელემენტი მეც არ მომწონს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ პოლიტიკურ ელიტას სჭირდება ეს მორალის პოლიცია. ეხლა აღმოჩნდა რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს ეს მორალის პოლიცია და დააჩენს ქონიას მორალის პოლიცია და არ გამოდის ეგრე. ეგრე არ გამოდის, ხო, მათთვის არ იყოს და დავუშვათ ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ესეც არ შეიძლება, ხო. ხო. და აქედან გინდა არ გინდა ეს ძალიან ჩემი ძალიან ცუდი საქმე გააკეთა აი კლუბი ბასიანი რო იყო. ესე იგი მოქმედებს კიდე კი არც ვიცი. კი, მოქმედებს. ანუ ძალიან მარტივი რაღაცა იდეალიზება მოახდინა ისეთი ინფერნალური რაღაცა ცხოვრების რომელიც კი შეიძლება თუ შენი იცი ზომიერება რაღაცა ამით გაერთო კიდევათაც მაგრამ ეხლა ბოდუში და მასობრივად რომ იქ ტუალეტში მათ საპირფარეშოებში ჰომოსექსუალური აქტები ხდება და რაღაცა და ისა და ახალ ჩამოსული რო ხარ თბილისში სტუდენტი გოგო ბიჭი რო ხარ და რო უყურებ ამას და მორალური ზღვარი რო იშლება ეს დაშლა ხო თან ბევრისთვის ნუკლი თვითდამკვიდრების მომენტია რა თქმა უნდა ქალაქში ჩამოვიდა და გააკეთა ის რასაც აკეთებს ყველაზე მეტად მოწყალდები ესენი არიან მინდა გითხრათ ყველაზე მეტად ქალაქელი ამ საქციელით იმის კი არა რომ წავიდა და იმუშავა ან რაღაცა ლექსი დაწერა სახლი აშენო პირობითად არა ის გააკეთა იმიტომ რომ ნუ ქალაქელი უნდა იყოს სხვადასხვა მაგიტომ ამბობ რომ აი ეს საერთო ან მიღმიერი ან რაღაც მორალური მიღმიერი აქტი გინდა არ გინდა კრავს რაღაც ჯგუფთან შემთხვევითი არა მე რატომ არიან ერთმანეთთან ესე შეიძლება პიროვნებად შეიძლება ერთმანეთი არ უყარდეთ მაგრამ საერთო რაღაც პლატფორმაზე რატომ არიან იმიტომ რომ შენც იგივე გაკეთებული რაც იმას და გინდა არ გინდა ერთი მორალური დანაშაული გაქვთ რა ერთი მორალური დანაშაული ზუსტად ხო და ეს არის წმინდა და ძალადობა ქვია ეგეთი წიგნი არის სადაც ამაზეა საუბარი რომ იმისთვის რომ შენ რაღაც აქციო წმინდა ერთობად საერთო დანაშაული უნდა ქონდეს ჩადენილი გათხრით პრინციპით რა ზუსტად ნუკრი და საუბრის ბოლოსკენ ეს ბოლო პერიოდია მიმდინარეობს ინტენსიური საუბარი მედიაში კერძოთაც პოლიტიკურ წრეებში და არა მხოლოდ რომ ხდება ახალი გადანაწილება მსოფლიოსი და საქართველოს მიეჩინება ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გეოგრაფიიდან გამომდინარე. შენ როგორ ფიქრობ? აი ახალ გაერთიანებაში რაც იქნება? ეხა შეიძლება ჯერ კიდე შეიძლება კონტურებიც არ ჩანდეს, მაგრამ ეს იქნება დასავლური აი ამ ეგრეთ წოდებული კულტურული სამყაროდან დისტანცირების ფორმის გარდა ის რომ დაცულობა შეემატება საქართველოს. თუ ამ ახალ გაერთიანებას ჩვენ არ ვსვით კიდე იქ თავის უკიდურესობები იქნება. როგორ ფიქრობ? სამწუხაროდ ალტერნატიულ ვარიანტში იქ მართლმადიდებლები ცოტანი არიან, მინდა გითხრა, ანუ ჩვენ ქრისტიანობაზე სწორი აქცენტები გააკეთე და იმ ახალ ქრისტიანები ნაკლებად არიან. მართლმადიდებლური ის რა არის? ცივილიზაციის საყრდენი დიდი ხანია ბიზანტია აღარ არსებობს. ეს როლი მეტნაკლებად რუსეთს აქვს აღებული. და რუსეთის კიდე ცივილიზაციურად მოდი ესე ვთქვათ ან ვითარებს არა იმდენად რაღაც მართლმადიდებლურ ცივილიზაციის ერთობას, არა რამდენადაც ევრაზიულ ცივილიზაციის კონცეფციას, რაც ცოტათი განსხვავებულია. თლადესი არ არის, როგორც ჩვენ გონია. ეგ მართლმადიდებლური ცივილიზაციის რაღაცაც შეიძლება ბიზანტია გამოდგება, რომელიც აღარ არსებობს. ჩვენ მაშინაც პრობლემა ქონდა და დღესაც პრობლემა გვაქვს, მოდი ესე ვთქვათ რა. ჩვენი პრობლემა რა არის? ესაც უნდა ვთქვათ. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ იმდენად მარტო დარჩენილები ვართ, რომ ბოლომდე, ანუ სარკისებული რაღაცა ცივილიზაციური ანარეკლი არ გაგვაჩნია. ჩვენ შეიძლება ჩვენი თავი დავინახოთ რუსეთშიც, რუსულ რაღაცა, იმიტომ რომ საერთო ისტორია გვაქვს ბოლო 200 წელი და ბევრი სოციალური ქცევა და ბევრი ისტორიული თანხმედრა, ნუ ახლა ბოლო მიმინოს შენს გაიგებ და რუსიც გაიგებს. ბოლო რუსულ ბევრ ფილმს
ხო, შენც გაიგე საბჭოთა, შენც გაიგებ და ბევრი კულტურული ისა კვეთანი, მაგრამ ესევე შეგიძლია იმ განსხვავებები დაინახო ბევრი, იმიტომ რომ კიდე სხვა რაღაცის მატარებელიც ახარ. და ეს მოდი ესე ვთქვათ, როდესაც ბიზანტიური ცივილიზაცია არსებობდა, იქაც კი მაგ ცივილიზაციაში ბოლომდე ინტეგრირებული არ იყავი. იქაც კი არ იყავი ბოლომდე ინტეგრირებული. ჩვენ ვერ ვიტყვით, ჩვენ მაინც ბიზანტიური ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით. ვერ ვიტყვით ამას, ნამდვილად ვერ ვიტყვით. ის რომ ბიზანტიას უდიდესი გავლენა ჰქონდა ჩვენზე, ამას ვიტყვით. მაგრამ ის რომ ჩვენ მარტო ბიზანტიურის ვიყავით, ვერ ვიტყვით ამას. ბიზანტიურში უფრო სომხები უფრო იყვნენ ინტეგრირებული, მეცას გეტყვით, ვიდრე ჩვენ. ბოლობრო იმპერატორები ყავდათ ამდენი და პოლიტიკური ელიტა ყავდათ ამდენი და ასე შემდეგ. იმის მიუხედავად რომ თვითონ სომხები არ არიან მართლმადიდებლები, ხო, ამ კლასიკური გაგებით. მაგრამ იმ ცივილიზაციაში უფრო ინტეგრირებული იყვნენ ისინი ვიდრე ჩვენ. და ჩვენ აი და ეგ უნდა გავაცნობიეროთ რა, რომ ჩვენ არ ვიცი საბედნიეროდ სამწუხაროდ ვერ აღმოჩნდებით სრულად ინკორპორირებული რომელიმე სივრცეში. სადაც ვიქნებით, აღმოვაჩეთ ამ სივრცეთან განსხვავებას და ამ განსხვავებაზე გავაკეთებთ აქცენტს. აი ნახეთ, როდესაც არ ვიყავით დასავლური ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, საბჭოთა კავშირის გულისხმობ, ჩვენ გვეგონოთ ჩვენი თავი უფრო მეტად ევროპელებად ვიდრე იმ სივრცის ნაწილი. როდესაც აღმოჩნდით მაგ სივრცეში, აღმოაჩინეთ რომ რაღაცეები არა ვართ რა თლად ეგეთები. ანუ ჩვენი პრობლემა არის, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ჩვენ გვექნება ამ სივრცესთან გაუცხოება. ამიტომ ის სურვილი ყველა მოიშალოს, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, რომ აი ესე იგრძნოს თავი, რომ როგორც სრულად ინკორპორირებულად და სრულად იმ სივრცეში, რომელიც მაგისი აღარ არსებობს ის სივრცე, ან ძალიან ძველად მოკვდა ის სივრცე, სადაც ჩვენ რაღაცა უფრო დიდი სრულიად ნაწილი ვიყავით. ნუკრი, შეიძლება ზუსტად ეს არის თვითგადაჩენის ინსტინქტი, რამაც 20 საუკუნე შეგვინარჩუნა. ესაც არის. ეს აცრილები ვართ და არ ვიღებთ საჭიროზე მეც. უპირისპირდები. ეს არის ზუსტად ის, რომ ჩვენ ერთი მხრივ შეიძლება ვიყოთ რაღაცის ნაწილად და ვერ ესე იგი ასიმილაცია ვერ ხერხდება. ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ანუ ამ განსხვავებებს ყოველთვის ვიგრძნობთ. ევროკავშირშიც ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ევროკავშირის ნაწილი არა ვართ, რუსეთშიც ვიგრძნობთ, რომ ჩვენ რუსული ცივილიზაციის ნაწილი არა ვართ. რა ვიცი, სპარსეთშიც ვიგრძნობთ, რომ ჩვენ სპარსული ცივილიზაციის ნაწილი არ ვიყავით და ოსმალეთშიც ვიგრძნობთ, რომ ოსმალური ცივილიზაციის ნაწილი არ ვიყავით. ყველა ვინც შემოვიდა აქ და მეცაც ვიტყვი, ვინც ალბათ მომავალში აქ კავკასიაში დამკვიდრდება, ვინც არ უნდა დამკვიდრდეს. მათთან ვიგრძნობთ განსხვავებას. ამ განსხვავებებზე მე ავაგებ ჩვენ ნარატივებს. ეს ჩვენი მადლიც არის ამავდროულად და ამავდროულად ძიმე ჯვარიც და ასე მოვდივართ. მარტოობის ისა რა, ეს არის დედის ერთას ფენომენია რა. ყველას ძმა დახავს, შენ რო არ ახავს ძმა და ხო. ეგ ხო, რა ვიცი, შეგვიძლია ტრაგიკულად მივიღოთ, შეგვიძლია მივიღოთ როგორც მოცემულობად. მე მაგას ვიღებ როგორც მოცემულობად. მე ვიღებ შემდეგ რაღაცას. რომ ხა აბსოლუტურად პოლიტიკურად იმდენად უკვე გაუგებარია, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. მე ვამბობ, რომ ჩვენთვის დროებით არ ძალია სხვა მოთამაშეებს და ჩვენ გვაქვს რაღაც დრო, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ სწორ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში დიდი განცხადება გავაკეთოთ. ამის რესურსი არსებობს. მაგრამ ასევე არსებობს ისეთი გაუთვალისწინებელი რისკები, რომელიც ეხლა ანუ აი ხვალე უცბად მოეწერა ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ომთან დაკავშირებით. მე იმდენად იცვლება უკვე კონფიგურაცია, რომ კაციშვილმა არ იცის რეგიონში რა ხდება. ამიტომ ამის ესე თქმას ხანგრძლივი სტრატეგიის აწყობას ჩემი აზრი არ აქვს. ფაქტია რომ შენ ვერ შეძლებ რაც უნდა გინდოდეს აქ რუსეთის რაღაცა ინტერესების დაიგნორირებას, შენ ვერ შეძლებ მასთან ომს. ანუ 1% რო ქონდეს შანსი ამ ომის კიდე რაღაც ლოგიკა იქნებოდა, მაგრამ არა გაქვს ეს შანსი. მაგრამ შენ შეძლებ იმის გაკეთებას, რაც შენ ყველაზე კარგად უნდა გამოგიდიოდეს. ეს არის ლავირება. და ეს ლავირება გაძლევს იმის საშუალებას, რომ ეხლა
მოდი რა ეს მულტივექტორული პოლიტიკა აწარმოე. რა ვიცი, საუდის არაბეთში ჩადი, იქაც ჩადი, ჩინეთში ჩადი, ყაზახეთში ჩადი, ინდოეთში ჩადი, იქ რო დაცინეს ინდოეთში რო ჩავიდნენ, რა პირიქით ინდოეთი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი ჩემი აზრით. ყველგან ჩადი, დასავლეთში ჩადი, ყველგან ჩადი, სადაც შეგეძლება და რაღაცა იცოდე საერთო სიტუაცია და ამ საერთო სიტუაციაში საკუთარი თავის მონახვა. რასაც პრინციპში აზერბაიჯანი აკეთებს. აი დააკვირდით, თანამშრომლობს ჰორნტრულ ძალასთან, ისრაელთან და თურქეთთან. აგერ ტანკერი გავუშვენ ავტობით სავსე, ხო? და შეუძლია ერთისგანაც მიიღოს დახმარება და მეორესგანაც მიიღოს დახმარება. შეუძლია შეაჩვიოს სხვა გეოპოლიტიკური აქტორები, რომ მის შიგნით არ არის რა ეს ადამიანის უფლებები დაცული მაინც და მაინც რა. შეეჩვიეთ. შეეჩვიეთ, ჩემ ხელისუფლება შეეჩვიეთ, ნუ სახანოა რეალურად, ახლა რაც არ უნდა ის მითხრა სახანოა. კი წარმატებული ხანია, მაგრამ არ ვიცით მეკუდრე შეიძლება წარმატებული იყოს, რა ვიცი. სახანოს ბედი ეგეთია. ესეა კი, ზუსტად. ხო და შეეჩვიეთ, იმიტომ რომ ეს ეკონომიკური აქტორები ბევრი შემოდის, ჩინეთი შემოდის, ის შემოდის, ეს შემოდის, ამბიციები გაუჩნდა. ჩვენთანაც სხვანაირად დაიწყო ლაპარაკი, სომხეთთანაც სხვანაირად დაიწყო ლაპარაკი. იქ ელოდება, ეხლა ხარი დაუჭირა ირანს, ეხლა. ხო, აბა. იქ ამერიკა თუ რამეს იზავს ირანში, სულ სხვა პოლიტიკას აწარმოებს. იმიტომ რომ იცის კონტექსტი, საერთაშორისო კონტექსტი იცის მის მოქმედებას ამჯერად. მოყვება თუ არა ძაფრი, ესე იგი დაპირისპირება. იცის რომ არ მოყვება რაღაცეებს და ამას როდესაც ხვდება, აკეთებს ამას. რა ვიცი, აქ ერყავს მეზობელი და მიბაძე რაღაც საგარეო პოლიტიკურ აქტის მაგალითები. აგერ ყარაბახის ომამდე რუსეთში ჩაქონდა ეს ფული და თელექ საზოგადოებრივი აზრი პრო-აზერბაიჯანულად განაცხო და ეს გამოიყენა ფაშინიანის ფაქტორი, რომელიც არ უყვარდათ. და მაგიტომაც რუსები ნეიტრალური ხო ყველა ვიცი ხვდებით რომ ნეიტრალური არ ყოფილიყო ამ კონფლიქტში. რუსეთი ომი შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირად დასრულებულიყო. ეხლა გაუჩნდა ის სამხედრო უპირატესობის განცდა თავის მეზობლებთან მიმართებაში. იქ იმუქრება რომ რაღაცა ეს ერევანი უძველესი აზერბაიჯანული ქალაქია და დასავლეთ აზერბაიჯანი არის. ისტორიკოსებიც რაღაც საუბრობენ რომ თბილისს თურმე ძველად აზერბაიჯანელები მართავდნენ. ანუ რაღაცებს ამზადებს, კი ბატონო. არა ლოგიკური არის, არაა ლოგიკური. ხო, ისტორიის დაწერას იწყებს რა და ჩვენ, ნუ მე ესე მგონია რომ ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგიერთი კონცენტრირებულია დავით გარეჯზე. კი, რა თქმა უნდა, გადასარჩენია უდავოდ. მაგრამ აი იცი რა არის? მე არ კომპლექსურად. მე საზოგადოებას ვეტყვი, რომ დავით გარეჯის საკითხი, როდესაც რატომ აყენებთ აი საზოგადოებას ვეკითხები? აქტიურად მაშინ, როდესაც შეენძებ ძლიერია აზერბაიჯანი. აქტიურად მაშინ უნდა წამოაყენო, მაშინ უნდა მოთხოვო, როდესაც შენ ხელისუფლებას ექნება იმის რესურსი, რომ სხვანაირად დაელაპარაკოს აზერბაიჯანს. შენ სახელმწიფოს აიძულებს სუსტ პოზიციებიდან დაუწყოს ლაპარაკი საზღვრის საკითხზე. თან იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლების ბრალია აშკარად ეს პრობლემა. წინა ხელისუფლების ბრალია. ეხლა მოლაპარაკებებზე დამჯდობილი რომელი პრეზიდენტიც არ უნდა იყოს და რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს, სულ წარმოიდგინოთ, რომ ოპოზიციონერი ჯდება. ის ალიევი საკუთარ ჯარს შეხედავს, საკუთარ ბიუჯეტს შეხედავს, საკუთარ ეკონომიკურ ძალას შეხედავს და სხვანაირად დაგელაპარაკებს. ჩვენს დამოკიდებულებას შეხედავს ეკონომიკას რაც გვჭირს შიგნით და ამიტომ ასე შემდეგ. ლაპარაკი ჭკვიანი საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელიც ხვდება, რომ შენმა ქვეყანა მაშინ უნდა დაეწყოს ლაპარაკი მსგავს საკითხებზე, როდესაც ძალა ერჩიც და ძალა აქვს. როდესაც ძალა არ აქვს და შენ ესე იგი რაღაცა მამაზე აკეთებ და იმას აკეთებ რაღაცა რა ვიცი რა აზრი აქვს რა მოვიგეთ აქამდე აგერ რამე მოვიგეთ აქ იმ დროს რა ქვია კოკოითი ფანდარას რო ყვიროდით თუ რა მოვიგეთ აი მოგება რა არის ის არის რომ თქვენ აქციები ჩაატაროთ და ასე შემდეგ არ არის ეს მოგება იქნება მაშინ როდესაც შენ ხელში იქნება ხმაურისა და ზეიმის გარეშე ის ტერიტორია. ეს იქნება მაშინ, როდესაც შენი
ძალთა ბალანსი იქნება სხვანაირი. მე მგონია, მე საბოლოო ჯამში მგონია, რომ აზერბაიჯანი უფრო დიდ რისკის ქვეშაა ვიდრე საქართველო დავის მეზობლებისგან. ის რო ხა წარმატებულია და ესე იგი გაბრუებულია საკუთარი წარმატებით ალიევი, ეს იმას ანიშნავს, რომ ის რაღაც შეცდომებს არ დაუშვებს. პირიქით, ის უფრო მეტადაა მიზანში ამოღებული ვიდრე ჩვენ სიამდვილეში. და დავოცადოთ, ჩვენ გვაქვს ორი ერთადერთი ისა რა, ორი გზა, ან ეხლა რაღაცებს ვაკეთებთ ჩვენთვის წამგებიან მდგომარეობაში, ან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ვაწარმოებთ. მე მგონია, რომ ხო, ეგ უკვე საკითხია, როგორი შიდა პოლიტიკა და როგორი უნდა გქონდეს და ვის რა მოწოს და ასე შემდეგ, მაგრამ კი მე ვეთანხმები, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სისტემური აბსოლუტურად რაღაც პრობლემები, რომელიც რაც არ უნდა დრო გავიდეს, თუ ამ სისტემურ პრობლემებს არ მოვაგვარებ, ალბათ არაფერი არ გამოსწორდება. მაგალითად, ეხლა ცხოთაშორის ითქვა და არ ვიცი გამოვა არ გამოვა, პარლამენტში ითქვა სახელმწიფო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივი პროექტები ხო უნდა ამ სახელმწიფოს და ხანგრძლივი ეკონომიკური პროექტები არ კეთდება ამ კერძო ბანკებისა და ისეთ ბანკების. ეროვნული ბანკი ხო არის და ეროვნული ბანკი რა ვიცი. ეროვნული ბანკის კიდე სხვა რითი განსხვავდება ეს ეროვნული ბანკი? ესე იგი ეროვნული ბანკი ფაქტობრივად სახელმწიფო მარეგულირებელ ბანკად წარმოგვიდგება და პლუს კიდე სახელმწიფო ბანკი თალკე უნდა იყოს. მაშინ გადაარქვან სახელი. მე მგონია, რომ ძირითადად სახელმწიფო ბანკის, თუ ახალი ბანკის იქნება, ძირითადად ფუნქცია უნდა იყოს გრძელვადიანი ეკონომიკური პროექტების შექმნა და განვითარება და ფინანსება. ანუ ეს უნდა იყოს ძირითადად და დაფინანსდეს მინიმალური მარჟით. ეს არის ჩვენი გამოსავალი. ოღონდ არგუმენტირებული ექსპერტიზა უნდა გაიაროს ყველა სტარტაპმა. ხო, მაგრამ TBC-ზე და საქართველოს ბანკზე რო ხარ, ამხელა 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყანა ორ ბანკზე. თან ვიცით, რომ ვინ არიან აქციონერები და ეს ორი ბანკი ხო ფაქტობრივად ქართულ ბანკად არ არის, ეგ ბრიტანეთში არის. ეს არის ტრანსნაციონალური ბანკები უკვე, ხო? ხო და ძალიანაც არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ამ საბანკო სისტემით შენ მყარ და ხანგრძლივი დიდ სტრატეგიას ვერ შექმნი, რა ვიცი, მე რა უნდა შექმნა, ეგას არ ვიცი. შენ თან ეხლა წინააღმდეგობრივი სიტუაციაა რა, ნახეთ, ერთი მხრივ ამაყობ, რომ რეგულაციები არა გაქვს. ქვეყანაში და მეორე მხრივ რაღაცა სუპერმარკეტებს თხოვრო დაბალი ფასები. არ არსებობს ეგეთის, ანუ ეგ ცოტა სისტემური ჩავარდნების ლოგიკა არის და თვითწინააღმდეგობა არის რა და ან ერთი მიმართულება, ან ბენდუქიძის მიმართულება ერჩიე, ან თქვი რომ არა რეგულაციები გვჭირდება და ცოტა სხვანაირად გვჭირდება და რაღაცა. ან გასაგებია რომ რაღაცა ეხა ინდუსტრიები მე ძალიან მინდა ინდუსტრიები იყოს, მაგრამ ალბათ ვერ განხორციელდება ჩვენაირ ეკონომიკაში. ესეც უნდა ვიცოდეთ, ხო, რომ ისევ ამბობ, ის ელმავშენებელი ქარხანა, იგივე რუსთავის მეტალურგიული და ასე შემდეგ, დინის საწარმოები, ეს იყო 15 რესპუბლიკაში ჩაბმულ ქსელში. ჩვენთან ნედლეული შემოდიოდა და იმიტომ იყო, თორე ეხლა როგორ გინდა შენ იგივე ის ინსტრუმენტალური ქარხანა ამუშაო, ან მცირე ელექტროძრავების რაც და არ არის, ჩვენ შევდივართ ახალი მაგ ფული უნდა ჩადო, რომელიც მოკვდება, იმიტომ რომ უბრალოდ რეალიზაციას ვერ მოახდენ ამ პროდუქტის და დავივიწყოთ ეგ რა. ეხლა ჩვენ ვიწყებთ ახალ, ჩვენ შევდივართ კაცობრიობაში, ეს ახალ ინდუსტრიულ ეპოქაში, ეს არის რობოტიზაცია, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ეს არის სხვა ეს. თავარი საკითხი რა არის? ანუ საქართველოს უპირატესობას აქვს და ძალიან დიდი მინუსიც აქვს. შეუძლია თუ არა საქართველოს ამის სწრაფი დანერგვა. ანუ რამდენად შესაძლებელი? აღარაა უკვე საჭირო ეს დიდი ქარხნები და მით უმეტეს ახლა ემიგრანტები და რაღაცეები. აღარ იქნება ეს საჭირო. მაგრამ ჩვენ ტექნოლოგიების დანერგვა როგორ მოვახდინოთ რაღაცა სისტემური ცვლილება. ანუ ნახეთ, საბჭოთა კავშირიც ახლა ლაპარაკობდით იმაზე, გუშინ ვილაპარაკე ზუსტად გურავთან, ნიკოლაიშვილთან. მაგაზე, რომ საბჭოთა კავშირის რას ემთხვევა მესამე თუ მეორე თუ მესამე ინდუსტრიულ, ესე იგი, ეპოქას, ხო, როდესაც გაჩნდა რადიო, გაჩნდა ელექტროფიკაცია და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირი დაეწია ამას. იმ ტექნოლოგიურ დონეზე საბოლოო ჯამში სტალინმა ეს მოაგვარა, მაგრამ შემდეგ როდესაც დაიწყო კიბერნეტიკა და სხვა ესეთი, მან ჩამორჩა. თორე
იმ ტექნოლოგიურ იმ ტექნოლოგიურ ეპოქაში, ინდუსტრიულ ეპოქაში საბჭოთა კავშირი თავისუფლად დაეწია. შემდეგ როდესაც ახალი ტექნოლოგიური ერა დაიწყო, აი მაშინ ჩამორჩა სოციალ საბჭოთა კავშირი. ჩვენ ახლა ჩვენი ამოცანა ახლა ის კი არ არის რომ რაღაცა ძიმე წარმოება არა გვაქვს მაგის რესურსი, მოდი ეგრე ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, რომ აქ შენ რაღაცა აი დონალდ ტრამპი რო აპირებდა, ხო, იცი, რითიც მოვიდა, ხო? რეინდუსტრიალიზაცია შუა სარტყელი, სად არის $1 არის ჩადებულა რა. ვერ არის. მილიონი დაპირდნენ და $1 არ არის ჩადებული, აი 26 წელი დაიწყო. ხო. ეგ ალბათ თვითონ ამერიკისთვის პრობლემა იქნება და ალბათ ხო, არა, მე ეს უბრალოდ მაგალითისთვის იმიტომ მოვიყვანე, რომ აი ესეთ ამხელამძლაო ჩვენი მომენტი არის ერთი რაღაცა რა, რომ ელემენტარული საინფორმაციო საფრთხეების საკითხი არ გვაქვს გათვალისწინებული. სხვა რაზე რა სუვერენიტეტზეა საუბარი, როდესაც არ ფიქრობთ იმას, რომ შენ სოციალური მოძრაობების პროტესტის და ყველაფრის დიდი ნაწილი Facebook-ით ორგანიზდება. და განწყობები Facebook. სად არის შენი ეს საინფორმაციო საფრთხეების საკითხი? სად არის შენი ტექნოლოგიები, რომელიც მაგას უნდა აწვევს? სად არის ქართული მაგალითად ქართული აი რუსებმა ეგ მარტივად შეძას კონტაქტი არის და კიდე სხვადასხვა ისინია ტელეგრამები და რაღაცეები არის, სადაც გადავიდნენ, ხო? კი, როგორ არის. ის შეიძლება ტექნოლოგიაც ჯერ კიდე ჩამორჩენილია რუსეთი, მაგრამ იმის რესურსი ჰქონდა რომ ჩამორჩენილი, მაგრამ სუვერენული მაინც ქონოდა რაღაცა. YouTube-ის ალტერნატიული პლატფორმა შექმნეს. YouTube-ს ალტერნატიული პლატფორმა და ის, კი, ბევრი ხარვეზია და ბევრი ის აქვს. ხო არის, ნელა მუშავდება, იმიტომ რომ მოთხოვნა რომ ჩვენ მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. არა და კოგნიტური ომის იარაღები იმათაოთ ხელში და შენ არა გაქვს არანაირი იარაღი. შენ არა გაქვს იმის აი შენ რომ შენი ყველა ხელისუფლებო გვერდი არხი გათიშონი ტრანზაქციის ფუნქცია არ აქვს. ეგრეა ზუსტად, ხო, Swift-ი რა. ხო, სად უნდა გავუშვა? ხო, Swift-ი რა იყო, აბა, ხო? Swift-ი კიდე ეკონომიკური მომენტია, მაგრამ აი მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებელი ინტერნეტიდან, ყველა პლატფორმიდან, Twitter-ი იქნება, ის იქნება, Facebook-ი იქნება თუ სხვა, YouTube-იდანაც ჩაკეთს. ადამიანები სად ნახავენ? ტელევიზორში ხო ერთ-ერთი ეს იქნება. სარელეოზე. ანუ უბრუნდებით წინა ტექნოლოგიურ ერას რა. სარელეოზე ხო, ანუ. ხო, ანუ მაგაზე უნდა იზრუნო, ეგრე არ არის. ეს ერთი მომენტია. მეორე მომენტი არის ის, რომ არა აუცილებელი შენ ესე იგი ტანკი შექმნა, მაგრამ შექმენი რაღაცა ძალიან ელემენტარული რაღაცა ის რაღაც სოფლის მეურნეობაზე საუბრობთ და ის არა გვაქვს ჩვენი რაღაც ქილა არა გვაქვს, ქილას არ ვაწარმოებთ და იმას არ ვაწარმოებთ, რაღაც ელემენტარულ რაღაცებს არ ვაწარმოებთ. მოტობლოკები არა გვაქვს ელემენტარულად და გლეს მივწერო და ხო და ტრაქტორზე არ არის ლაპარაკი, მოტობლოკი არ არის. საქმე იმაშია, რომ გასაგებია, რომ თავდაპირველად სიახლოს უნარიანი ესეთი ის არ იქნება, მაგრამ სახელმწიფოს ხარდაჭერით უნდა გახადოს სიახლოს უნარიანი სტრატეგიებით. სხვათა შორის ზუსტად ჩვენ კონტექსტში და ჩვენ თემაში ვსაუბრობ ჩვენ და ქართული ახალი პოლიტიკური ელიტაც ჩამოყალიბების პროცესია რა. პოლიტიკური ელიტა შეიძლება ხმამაღალია ესეთ მცირე ქვეყანაში ელიტა იქნება, იქ პოლიტიკოსებიც არიან, კულტურის ხალხი, შემოქმედებითი ნაწილი, საჯარო პირები, ანუ საზოგადოებრივად წარჩინებული პირები. და ალბათ ესეც ბუნებრივი პროცესი იქნება, იმიტომ რომ ფორმაცია ხო იცვლება, ხო? გეოპოლიტიკურად. და არ ვიცი ვინ იქნება, ან ნახეთ ვინ იქნება ეს ახალი ელიტა, არ ვიცი. ანუ პრინციპულად რითი იქნება ეს განსხვავებული ძველი პოლიტიკური ელიტისგან? რა იქნება ეს? თორე ხა შეიძლება გასაგებია რომ რა ვიცი, იმის მაგივრად რა ქვია, გუბაზის მაგივრად, გუბაზის შვილი მოვიდეს, მაგრამ რა განსხვავება მაგას ვერ ხვდები. სახეებს ვთვლით მარტო ეგ არის დიდი განსხვავება. ჩემი ახალი პოლიტიკური ელიტა უნდა მოვიდეს ახალი ლოგიკით. ეგ ახალი ლოგიკა ჯერჯერობით სამწუხაროდ. არ ჩანს. თორე ხა სახეები რა თქმა უნდა მხოლოდ კონტურები ჩანს. ხო. რა არის ანუ ეს მე მგონი ფუნქციასთან მიმართებაშია რა. თუ ეს გეოპოლიტიკურად სხვა ფუნქცია შევიძენთ, სხვა პოლიტიკური ელიტაც დაგვჭირდება. მაგას თუ ჩვენ თუ იგივე როლში დავრჩით, მაშინ მაგიტომ ვართ გაჭედილები.
შიდა პოლიტიკაშიც მაგიტომ ვართ გაჭედილები, რომ ნუ ახლა არის სად განვითარდები, სად მიდის განვითარების გზა, გადარჩები, არ გადარჩები, განვითარდები, არ განვითარდები. იმდენივე შანსია რომ განვითარდე, რამდენი შანსიც არის შენი დაღუპვის. იმიტომ რომ ვიღაცა ისე ძალებზე ვარ დამოკიდებულები, რომლიც, რა ვიცი, წინააღმდეგობის გაწევად პრინციპში რესურსი არ გაგვაჩნია. იმხელა არის. ხო, რუსეთზე აღარ არის ლაპარაკი და კოლექტიურ დასავლეთზე, აგერ აზერბაიჯანთან თითქოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო, იმასთან გვაქვს პრობლემები და ის დავის გარეჯიც იმიტომ არ გვარდება, რომ სახელმწიფოს არ აქვს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ჩამოყალიბებული პოლიტიკა, თორე რა უნდა და ქართული მეცნიერები არ ყავს დღემდე, რომ მუშა ჯგუფი შეკრებილი იყო და დაემტკიცებინათ, რომ ეს არ არის. კარგად გვესმის, რომ ეგ შეიძლებოდა. ეს საკითხი შეიძლება მოგვარებული იყო შეუღარანძის დროს და უფროსი ალიევის დროს მაშინ. მაგრამ ეხლა რახან ეხლა უკვე ეს მეცნიერების ლაპარაკი აღარაფერ შუაში აღარ არის. ეხლა არის უკვე სხვა პოლიტიკას. მე საბოლოო ჯამში ყველას ურჩევრე, როდესაც საქართველოს სუსტია, არ მოთხოვ ხელისუფლებას გამოიჩინოს ის სიმამაცე, რასაც სუსტი სახელმწიფო ვერ გამოიჩენს. როგორც ამბობენ, კვეთრი მოძრაობისგან თავი შევიკავოთ. მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, შიდა დისკურსია არ უნდა იყოს. არა, რა თქმა უნდა, ერთმა დაგვიფაროს. ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ გავჩუმდეთ, მაგას არავის არ მოუწოდებ, მაგრამ უბრალოდ მივხვდეთ ის, რომ საგარეო პოლიტიკა ჩვენ შიდა დისკურსს არაა დაქვემდებარებული. და სამწუხაროდ არა ვართ ისეთი სახელმწიფო, ნუ შეერთებული შტატები რო იყოთ, სხვანაირად იქნებოდა. ჩვენ შიდა დისკურსს ძალიან ბევრი რაღაცა იქნებოდა დაქვემდებარებული. შევცვლიდით, ხო, შეიცვლებოდა. არა ვართ ეგრე, მაგრამ ჩვენი ხა ძალა, ჩემი აზრით პირველ რიგში, კვლავ მაგას ვიმეორებ რა, რომ უნდა იყოს სამდე ეს არა ვართ ესეთი ორგანიზებული, უნდა იყოს უფრო მეტად ორგანიზებული საზოგადოების შექმნა, აი იგივე თქვენთანაც მიმართებაში ემიგრანტებს გულისხმობ, რაღაცა ცენტრი შეიქმნას, საგანმანათლებლო კერები შეიქმნას, კულტურული ცენტრები შეიქმნას, სადაც ეს ადამიანები მოვლენ, სადაც ის იქნება, რომ მოდით ერთმანეთის დახმარება. ეს დახმარება არ არის მაინც და მაინც რომ შენ ღარიბი ხარ და ფულს არა, შენ აი იქ თუ სამსახური გამოჩნდა უფრო კარგ თანამდებობაზე წაიყვან. მერე თქვენ იქ რაღაცა გავლენები რო გამოგიჩნდეთ, გაზარდოთ ეს გავლენები, ხარდაჭერა გქონდეთ, რაღაცა და იქნებ როგორც თავის დროზე კრემლში, საბჭოთა კავშირის დროს კრემლში ქონდა ქართველებს გავლენები, როგორც გიორგი სააკაძისა და ერეკლე მეორის დროს ესე იგი ირანში ქონდა ქართველებს გავლენები, ესეთივე გავლენები ქონდა ცენტრების რამოდენიმე ცენტრზე. გასაგებია რომ ჩინეთში ესეთი გავლენები ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ იქ სადაც უკვე არის ქართველების რაღაც მნიშვნელოვანი რაოდენობა, გულისხმობ რუსეთს, გულისხმობ შეერთებულ შტატებს, გულისხმობ ევროპას, იქ მოდი რა, ხო შეიძლება ისე იყოს, რომ რაღაცნაირად მაგ ორგანიზებულმა ძალამ აქციოს ქართველი ესე იგი დაბალ კვალიფიცირებული მოდი სამუშაოებზე დასაქმებული ქართველი ადამიანები უფრო გავლენიანებად და ორგანიზებულებად. თქვენ თუ გონიათ რომ ესე იგი ეს მაინც ინდივიდუალურად უნდა მიაღწიოთ უსხო გარემოში, ესე არ ხდება. აბა შეხედეთ სხვა ისინი დიასპორებს შეხედეთ. ისინი ორგანიზებულები არიან, ინფორმაციას იგებენ, ყველას უზიარებენ. ერთმანეთი გატანა იციან და ასე შემდეგ. აი ესეთი რაღაც უნდა იყოს, რომ იქ და კიდე რა არის მნიშვნელოვანი, იქ დაბადებული ქართველებს შეერჩათ იდენტობა. არსებობდეს ეკლესია, არსებობდეს სკოლები, არსებობდეს მუდმივი კავშირი, არსებობდეს წარმოდგენა, რომ იქ უნდა ჩახვიდე შენი წინაპრების საფლავზე, აუცილებლად მოვინახულო, რიტუალური მთელი ეს უნდა დაალაგდეს. ეს ეკლესიის გასაკეთებელია. აი აუცილებლად ის ახალი რიტუალები იმისთვის, რა თქმა უნდა, რომ როგორც ყველა მუსულმანები ჩადის მექაში, ყველა ის ადამიანი, რომელიც არაა დაბადებული საქართველოში და ეს უნდა საკუთარი წინაპრების მიწაზე იქ აუცილებლად უნდა ჩავიდეს, აუცილებლად უნდა კონდეს რაღაც ემოციური კავშირი. აი ეს ემოციური კავშირის დასამყარებლად. აი მე მაგაში უფრო ხედავ ჩვენ გამოსავალს. მაგის აწყობაში, მაგ სქემის აწყობაში. ქართველებს ქონდეთ გავლენები ყველგან. და ეხლა სამწუხაროდ არა ორგანიზებულებს არ ექნებათ გავლენები, არა ორგანიზებულები. შეიძლება ვიღაც ერთი ქართველმა გაქაშოს, მაგრამ 100 იქნება ესეთ ცუდ მდგომარეობაში. და ვიღაცის მოვლენები და ასე შემდეგ. მოდი, რაღაცა სხვანაირად ისე იყოს,
იქ სადღაც თუ სესხი ჭირდება, თუ ფული ჭირდება, რაღაც აქედან გავუგზავნოთ იქით, მარტო არ იყოს ერთი მიმართულებიდან, რომ ის ფეხზე დადგომა ვაცადოთ, რომ ის რო ფეხზე დადგება, მე რაღაცა გავლენები მოიპოვოს. აი რაღაც ესეთი სქემები. ამ სქემებმა საბოლოო ჯამში უნდა მოახდინოთ კვლავ ვიმეორებ ის, რომ რუსეთში თუ აზრი შეეცვლება საქართველოს მიმართებაში და ანტიაფხაზური და ანტიკავკასიური იქნება და პროქართული იქნება. მე აღარ მეგონა პირადად. ეხლა პირიქით არის, რომ პროაფხაზური, ჯერჯერობით ეხლა თულდება, მაგრამ პროაფხაზური ძალები გაცილებით ძლიერები იყვნენ კრემლში და 2008 წლის შემდეგ უკვე საერთოდ გაქრა. სიამოვნებაში იმისთვის რომ შენ თუ გინდა რომ რუსმა აქ შენ მინიმუმ ნეიტრალიტეტი დაიცვას, შენ კრემლში უნდა გქონდეს შენი და ეს გავლენის აგენტები. თქვენ თუ გონიათ რომ ის აფხაზეთის ომის დროს იმ გავლენებმა ანტიქართულმა გავლენება გაიმარჯვა, თორე იქ იყო პროქართული გავლენებიც მაშინ. და ჩვენ უკეთესად რო გვემუშავა მაგავლენები და შეიძლება ის ფლოტი და ის რა ქვია ავიაცია ცოტა სხვანაირად მოქცეულიყო. აქედან გამომდინარე მე იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში რომ იტალიის გაერთიანების ერთ-ერთი მომენტი იყო ის რომ ნაპოლეონი მესამე იყო მაშინ ლუი ნაპოლეონი რომელიც საკუთარ თავს იტალიელად თვლიდა. და თვლიდა რომ ითი დავეხმაროთ ჩემ მშობლიურ ჩემ ისტორიულ სამშობლოს. იმის მიუხედავად რომ საფრანგეთის იმპერატორი იყო. და დაეხმარა იმით რომ ავსტრიის იმპერია ერთად დაამარცხეს სარდინიამ და საფრანგეთმა და დაეხმარა მაშინ მე კი მოხდა რომთან რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო იტალიის გაერთიანებას. აი ესეთი ადამიანები გვჭირდება რომელიც იქნება ან კრემლშიც, ვაშინგტონშიც და ვაშინგტონი რა არის? ეს არის ის რომ რატომ არის ესეთი ძლიერი ლობი ებრაელების, ხო? იმიტომ რომ ერთი რაზეც ვილაპარაკეთ, გამოჭერილი ხოთ, კაი, ეს ამის უნარი ჩვენ არ აგვაქვს და არ გვინდა ეგეთი ისინი, მაგრამ ესე არ გამოვა და არც გვინდა მაგრამ. არ გვინდა. მეორე მინიმუმ რაღაცა ესე იგი რამოდენიმე სენატორი რო იყოს ისეთი რომელიც პრინციპში ესე იგი რაღაც საქართველოს პოზიციებიდან შეხედავს სამყაროს, ხო? რეგიონს, საქართველოს პოზიციებიდან შეხედავს კავკასიის რეგიონს, ესეთი სენატორის გვჭირდება და ესეთი ევროპარლამენტარის გვჭირდება. მე ესე მგონია. ჩვენ და პირიქით არის, ისინი აქ რაღაცა კლანს ქმნიან და პირიქით ხდება. აქ მათი ლობი არის აქ და არა ჩვენი ლობი იქ არ არის. პირიქით, კი ბატონო, ეგრეა ზუსტად. ნუკრი, უღრმესი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. და იმედს ვიტოვებ, რომ ეს გლობალური გადანაწილება, ეს ახალი პოლიტიკური ელიტების ჩამოყალიბება და ასე შემდეგ, ნაკლებად მტკივნეული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს რომ ჩვენ მაინც უკვე გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად უკვე სხვა ვითარებაში ვიქნებით ალბათ უახლოეს მომავალში და იმედია ჩვენსკენ უკვე მეტნაკლებად მშვიდობა იქნება და ამ ახალ მოცემულობაში კარგად ჩავეწერებით. მე ამის იმედს ვიტოვებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და შევხედოთ მოვლენებს, არ ვიჩქაროთ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რაღაცა უკვე რაღაც მოქმედების შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები. ყოველთვის ესე ჯობია პატარა ქვეყნისთვის. აბსოლუტურად გეთანხმები. მადლობა. დიდი მადლობა. დროებით.